შეკითხვას, ხოლო ვიდრე მე დავიწყებ ჩვენ სტუმრებთან საუბარს, მინდა ერთად მოვისმინოთ ის ინტერვიუ, რომელიც გუშინ გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოებით. ეს არის ინტერვიუ, რომელიც ბადრი პატარკაშვილმა გააკეთა. გასაგებია ხელისუფლების შესწორება ჩემი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს ხალხის დახმარებას, რომელსაც ელოდა საზოგადოება ამ ხელისუფლებისაგან დიდი ხნის განმავლობაში. ამ ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო, რათა მოეგვარებინა უმუშევრობის პრობლემები. ბოლო მოეღო გაუსაძლისი სიღარიბისათვის. უზრუნველყო ღირსეული ხანდაზმულობა. ამის მაგივრად სააკაშვილის რეჟიმმა თანხები დახარჯა სრემსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, ხელკეტების შესაძენად და დამსჯელი რაზმების მოსამზადებლად. მე ამ დროს თელს ჩემს თანხებს ქვეყნის ეკონომიურ გაძლიერებას ვახმარდი. ადამიანებს ვეხმარებოდი. დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის წყაროებს ვქმნიდი. შემოვიტანე საქართველოში ასეულობით მილიონი და ქვეყნიდან არც ერთი თეთრი არ დამიღია. 7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე, საშიში და დაუნდობელი. იმის მაგივრად რომ მოენანიებინა და გადამდგარიყო თანამდებობიდან, მან საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დაარბია და დახურა ტელეიმედი. შემდეგ გამოუცხადა საზოგადოებას ახალი სპექტაკლის დასაწყისი, რომელსაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია. სააკაშვილი ურიგებს დაპირებებს გაუსაზრის მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთა შესრულება საბოლოოდ ან გააღატაკებს ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურად გაყოტრებულ ქვეყანას ახლა ეკონომიკურადაც გააკოტრებს და უბიძგებს ქვეყანას უსწრლისაკენ. ნებისმიერ ფასად არჩევნების მოგება, ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნება და არა ხალხზე ზრუნვა არის სააკაშვილის ნამდვილი მიზანი. ამჟამად ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამზადებს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და მხოლოდ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია და შეგვწევს უნარი გამოვაფხიზლოთ ეს ავანტიურისტები. თავარი კითხვა ვის სიგრძერად თქვენ? სააკაშვილის, რომელიც გაუთავებლად გატყუებთ, რომელიც ფარავდა დანაშაულს, წამლავდათ გაზით, ისწორდებოდათ ხელკეტებით, თუ თქვენ გჯერათ ჩემი ადამიანის, რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს და ყველაფერს თავის ცხოვრებაში თვითონ მიაღწია. მე ასევე მოუწოდებ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებს, მაგალითად ისეთი როგორიც არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. განუდგეს სააკაშვილს და არ გახდეს მისი დანაშაულებების თანამონაწილე. ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ერთხელ მაინც ისროლა. ჩემი სიგრძე საქართველოში არ შექმნილა. მე შემდგარი პიროვნება ვარ და არ ვეძებ თანამდებობის მიღების და სხვისი უბედურების ხარჯზე ხელის მოთხოვების შესაძლებლობას. მე არ მჭირდება საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება. ახლა კი გეტყვით ერთს. ჩვენ გავუმარჯვებთ აუცილებლად. და ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დამიჯერეთ საქართველო გაწყინდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ქართველი ხალხი გამთლიანდებით, გაერთიანდებით იმის შეგნებაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად განვდევნოთ და პოლიტიკურად დავამარცხოთ ის გუნდი, რომელმაც ამდენი პრობლემა შეგვექმნა. ღმერთი გპარავდეს.
მაშასე ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოს გაფრთხილდება. თქვენ ახლა მოისმინეთ ბადრი პატარკაციშვილის სპეციალური მიმართა, რომელიც ფრაგმენტები ჯერ კიდევ გუშინ გავცელდა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს ასეთი ინტერაქტივი. როგორ ფიქრობთ, როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები, 5 იანვრის არჩევნები გაყალბდება თუ ჩატარდება ობიექტურად? მოიძ გამოვაგზავნეთ თქვენი მოსაზრებები SMS-ები, ჩაერთეთ ინტერაქტივში. მე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს გივი თარგამაძე, გიორგი ჟვანია, გოჩა ჯოჯოა, პეტრე სისკარიშვილი და პირდაპირ ეთერში გვერდება ნიკა გვარამია, გენერალური პროკურორის მოადგილე. მოდით ჯერ ერთად მოვისმინოთ სამართლებრივი განმარტებები გენპროკურატურისგან და შემდეგ დავიწყოთ პოლიტიკური დებატები ამ თემაზე. ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოს გაფრთხილდება. ბატონო ნიკა, საღამო მშვიდობის, მადლობთ რომ მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. როგორ გესმით ჩვენი? დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მასზე დავიწყოთ. დღეს ბადრი პატარკაციშვილის შტაბმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ეკუთვნის ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა მამულის წევრს პოლკოვნიკ რევას ჩაკვეტაძეს. იგი დაიჭირეს 7 ნოემბრის შემდეგ, უფრო ზუსტად 12-ში. ეს არის ის ადამიანი, რომლის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს თურმე პროკურატურაში, სადაც ის ამბობს, რომ პატარკაშვილის დაკვეთით აპირებდა შეიარაღებული გადატრიალების განხორციელებას. ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ეს ჩვენება იყო ზეწოლის ქვეშ მიღებული, რომ თქვენ ემუქრებოდით მას სამუდამო პატიმრობით და აიძულეთ, რომ მას მიეცა ყალბი ჩვენება ბადრი პატარკაშვილის წინააღმდეგ. მოდით დავიწყოთ ამ თემებზე, თუ შეიძლება საუბარი. თქვენი პირველი კომენტარი დღევანდელ აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ის ადამიანი, რომლის გვარიც კი არ მახსოვს, ჩაკვეტაძე, დაიჭირეს 12-ში, როგორც აღნიშნავს თვითონ. არავის არ დაუჭერია ჩაკვეტაძე. არავითარი სტატუსით ეს ადამიანი არ დაკითხულა. შესაბამისად, აბსოლუტურად ცხადია, რომ არავითარი ჩვენება მას არ მეუცია ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და არც გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ. ამის გადამოწმება არ არის ნამდვილად რთული. მე ყოველ შემთხვევაში გიცხადებ სრული პასუხისმგებლობით. საქართველოს პროკურატურაში არავითარი ამის მსგავსი დოკუმენტი არ იძიება ჩვენს ქვემდებარე საგამოძიებო ორგანოებში, რომლებზეც ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას. ამ ადამიანის დაკითხვის ამსახველი დოკუმენტები არ იძიება. ეს ადამიანი არავითარი სტატუსით, არც ეჭმეტანილის, არც ბრალდებულის, არც დაზარალებულის, არც მოწმის სტატუსით არსად არ იძიება. შესაბამისად არ არსებობს მისი ჩვენება და თუ რამენაირად ეს ადამიანი დაგვეხმარება, რომ მოგვაპოვებიოს საკუთარ თავზე ინფორმაცია, ვის მისცა ჩვენება, რა ვითარებაში გიამოსო პროკურორი არ დასწრებია მას, მე უდასტურებ, არანაირი პროკურორი არ დასწრებია, იმიტომ რომ ბუნებაში არ შემდგარა ესეთი ისტორია. თუ რამენაირად იდენტიფიკაციას მოახდენს საკუთარი თავის და გვეტყვის, რომ ან სხვა სახელი დაგვარით მისცა ეს ჩვენება, ან რამე უწყებას დაასახელებს, სადაც ეს ჩვენება მისცა და რამენაირ გარემოებებზე მიგვითითებს, რომელიც დაგვისასრულებს, რომ ესეთი ფაქტი მართლა შედგა, მადლობლები ვიქნებით და კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. მას რაში დასჭირდა ეს განცხადება უკაცრავად, ბატონო ნიკა, აქ ითქვა თქვენი ნებართვით, თუ შეიძლება მე წავიკითხავ, რომ ეს ჩანაწერიო მომზადდა იმისთვის, რომ თუ კი ბადრი პატარკაშვილი დააპირებდა თქვა კანდიდატობას, ამ შემთხვევაში ისინი გააშუქებდნენ ჩემს ჩანაწერს. ხომ არ მოხდა ისე, რომ პატარკაშვილის მხარდამჭერმა უბრალოდ დაგასწრო და დღეს თქვენ ხართ იძულებული თქვათ, რომ არანაირი ჩანაწერი და მსგავსი ჩვენება არ არსებობს. ძალიან ლოგიკური კითხვა აქ, ავტორ მეინდა და სწორედ მოგონ მარტივი ლოგიკა არის. პირდაპირ გეტყვით, მოდის გიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტივი ლოგიკაა და ზუსტად მაგ მარტივ ლოგიკაზეა გათვლა, რომ თითქოს რაღაცა არსებობდა, დაგვასწრეს და ეხლა არ გავუშვით. არაფერი არ არსებობდა, არავინ არაფერი არ დაგვასწრო. თუ მაინც და მაინც, ესე იგი, იმ ლოგიკას გავყვებით, რომ პატარკაციშვილი თუ დარეგისტრირდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად და მერე უნდა გაგვეშვა რაღაც პატარკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება კარგახანია უკვე მოხდა. მე ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია მაქვს და თუ რამე მეშლება შეგიძლიათ შემიწერო. აქტიურ ფაზაში ეხლა შევიდა პატარკაშვილის საარჩევნო კამპანია. მე ვერ გეტყვით, ახლა არ ვადევნებ ნამდვილად თვალყურს პატარკაშვილის საარჩევნო კამპანიის აქტიურ და პასიურ ფაზებს, თუმცა არ ვიცი საარჩევნო კამპანია და ფაზებად მისი დაყოფა არ ვიცი. ნამდვილად ამაზე ავისაუბრებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ესეთ რამ არ არსებობს ბუნებაში. ბატონო გოგა ხაინდრავას, რაც შეეხება ჩვენის დავკითხეთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არავითარი საპროცესო სტატუსი მას არ აქვს და მე ასევე მინდა მასთანაც გადაამოწმოთ
დაესვა თუ არა მას შეკითხები თუ ჩვენ ესეთი ინფორმაცია გქონდა რა თქმა უნდა რომ როგორც ეს ადამიანი ამბობდა დღეს ხოშ ტელევიზიით მე ასე მოვისმინე რომ 9 მილიონი გადასცა ბადრი ბადარკაშვილმა გოგა ხაინდრავას მე 10 მილიონი გადასცა თუ დაესვა გოგა ხაინდრავას ამასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხება გოგა ალბათ გააკეთებს კომენტარი მანამდე მე გეტყვით ერთ რომ მოგვიანებით სტუდიაში ალბათ გააკეთებენ ბადრი ბადარკაშვილის შტაბის წარმომადგენლები ამ თემაზე ალბათ საკუთარ კომენტარს საიდან მოვიდა მას ეს განცხადებები მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ ბატონო ნიკა აი თქვენ ამბობთ რომ არ არსებობს მსგავსი ჩანაწერი რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა მაგრამ ფაქტია რომ ეს პატარკაციშვილის შტაბმა გააკეთა სპეციალური განცხადება რომ ხელისუფლება ახორციელებს მისი მომხრეების ტერორს და ფაქტია რომ მათ მოუწოდეს ბადრი პატარკაციშვილს რომ იგი არ ჩამოვიდეს საქართველოში რაც თქვით ამაზე ჩვენ ვთხოვეთ რომ გარანტიები ნინო ბურჯანაძეს და გენერალურ პროკურატურას ეს გარანტიები ვერ მივიღეთ იქნებ მითხრათ რა მოგახსენებთ ქალბატონ ნინო ალბათ თვითონ გასცემს პასუხს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში მე მოგახსენებთ. მე მართალ გითხრათ, არ მესმის რას ნიშნავს გარანტიების მიცემა ხელშეუხებლობაზე. ბადრი პატარკაშვილს არ დაიჭერთ. რას ნიშნავს ეს რა ფორმით უნდა გავსეთ ეს გარანტია? ხო შეგიძლიათ მითხრათ, ვინმე მითხრას ამ ქვეყანაზე ბატონმა გელბახიანმა, რომელიც პირველი პირი ასე ვთქვათ იმ შტაბში და იურისტია, რამდენადაც ჩემთვის მობილა და ნამდვილად იურისტია, იმიტომ რომ უკაცრავად მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში. რა ფორმით გავსეთ ეს გარანტია ძალიან მაინტერესებს. ეს მიტანილი არის თუ არა იგი გადატრიალების მცდელობაში მაგ თემაზე გავაგზავნოთ. ინდულგენციის ფორმით რომელსაც შუა საუკუნეებში გასცემდა კათოლიკური ეკლესია თუ რაიმე სხვა ფორმით, იმიტომ რომ საპროცესო ფორმას ასეთ ტიპის გარანტიების გაცემისას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. ახლა რა უნდა გავაკეთოთ მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ პროცედურულად რეგულირებულია პრეზიდენტობის კანდიდატის სამართლებრივი იმუნიტეტის ფარგლები. ამ ფარგლებს ჩვენ ვერ გავხსნებით ვერც ასე ვთქვათ აღმატებული უფლებების მინიჭების თვალსაზრისით და ვერც ბუნებრივია შეზღუდვის თვალსაზრისით. ამ ჩარჩოებში ჩდება ყველა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ბადრი პატარკაშვილი სიამოვნებს მასეს თუ არ სიამოვნებს. მაგრამ პროცედურული ფორმა რაიმენაირი გარანტიის მიცემისა, გარდა იმისა, რომ კანონის მოთხოვნა აღსრულდება, არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რა სტატუსით სარგებლობს ბატონმა პატარკაშვილმა, ისე როგორც მე ვფიქრობ, მისი შტაბის წევრებმაც ალბათ, იციან, რომ ის არავითარი საპროცესო სტატუსით შეზღუდული დღეს არ არის. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან კარგად იციან მათ ეს. რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. მაგრამ ვაანალიზებ რა იმას, რა ილაპარაკეს დღეს. ვაანალიზებ რა იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მას მეერე სხვათა შორის რაც სტატუსი გაუქმდა, მიდის მუდმივი მუსირება თემისა, რომ მოგვეცით გარანტიები და ასე შემდეგ. სწორედ იმიტომ გახმოვანდა დღეს ვიღაცა თვითმარქვია, თვითგამოცხადებული ავანტურისტის გაუგებარი განცხადებები რაღაცა მის ჩანაწერებთან დაკავშირებით და ესეც ყველაფერი იმიტომ მუსირებს, რომ საბოლოოდ დასრულებულიყო ეს ყველაფერი მოწოდებით არ ჩამოხვიდეთ პატივცემულო ჩვენო კანდიდატს. აი ეს არის მარტივი სცენარი ამ ყველაფერში. მოდით იცით რომ არ გამომივიდეს მე ერთგვარად თალკაში თამაში, მინდა გთხოვოთ მოისმინოთ სტუდიაში იმყოფებიან პატარკაშვილის წარმომადგენლები, ბატონი გიორგი ჟვანია, ბატონი გოჩა ჯოჯვა, ხომ არ იტყვით რომელიმე რა გარანტიებზე არის საუბარი, ბატონო გიორგი, თქვენგან დავიწყოთ თუ შეიძლება და შემდეგ ალბათ მივიღებთ ბატონი ნიკას გარდა. ფიქში ჩემთვის გაუგებარია ბატონი ნიკას ირონია ამ საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელი გამოსვლის იმ ადამიანის გამოსვლასთან დაკავშირებით, ჩანაწერთან დაკავშირებით. იქ იყო ძალიან სერიოზული ბრალდებები. და იქ არ იყო საუბარი, რომ პროკურატურაშია საქმე. იქ არის საუბარი იმაზე, რომ სამხედრო პოლიციის მიერ იქნა ეს ადამიანი გადაწყვეტილი. და მთელი უბედურება დღევანდელობის ის არის, რომ საქართველოში გაჩნდა გაუგებარი ფორმირებები. 7 ნოემბერს ჩვენ დავინახეთ რაღაც გაუგებარი ფორმირებები, რომლებიც იღბებში იყვნენ და ჯინსებში და რაღაც უცნაური შეძახილობით და ძალადობით განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. და გენერალური პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და აუხსნას საზოგადოებას
დაფორმირებებია ის და შეეხება ამ ადამიანის განცხადებასაც უნდა გაერგოს წინასწარ ამეთ დასკვნას ეგრევე მომენტალურად აკეთებენ ხოლმე ეგრეთ დასკვნებს შეისწავლოს ეს საკითხი კონკრეტული ადამიანების გვარებია დასახელებული და მერე გაგვცეს პასუხი გასაგებია რომ გენერალურ პროკურატურაში აქ საქმე ადამიანის წინააღმდეგ არ არის აბსოლუტური მაგრამ გადაამოწმოს მართლა იყო ეს კონკრეტული პირები ეს დასახელებული ვინ არიან ეს პირები და მერე გაგვცეს ამის შესახებ პასუხი. კარგი, ბატონიკა, თუ შეიძლება მე კვლავ მექნებათ, ხომ არ გააკეთებ რაიმე კომენტარი და მე გავაკეთებ, ხო თუ ფიქრობს ბატონი გოგლა რომ არ გადამოწმდა ეს ყველაფერი და ისევ ამბობ მე ამაზე, ისევ საუბრობ ამასთან დაკავშირებით, ძალიან ცდება. რა თქმა უნდა გადამოწმდა და ეს ადამიანი კიდევ ერთხელ გიმეორებ, არ არის ფიგურანტი არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში. არ არის არც ერთი ფორმით, არც ერთი სტატუსით დაკითხული, არ არის დაკავებული და ამისი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. რა თქმა უნდა ამის გადამოწმებას კიდე გავაგრძელებთ, მაგრამ იმ ფარგლებში რა ფარგლებში დღეს შეგვეძლო ეს გადამოწმებია პირდაპირ გეუბნებით რომ ეს ასეა. გავაგრძელებთ თავისთავად ხადია და სულ არა ვარ მე დღეს ცინიკური პირდაპირ გეუბნებით უბრალოდ რომ ადამიანმა საკუთარ თავზე გააკეთა განცხადებები რომელიც მხოლოდ მისთვის არის ცნობილი და ნუ როგორც აღმოჩნდა თქვენთვისაც. არავისთვის მეტი ეს ცნობილი არ არის და თუ ვინმეს უნდა და გაეცხადებია პირდაპირ ეთერში რომ ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მისცა 9 მილიონი და მე 10 მილიონი ეს არ ვიცი მაგრამ ჩვენთვის ესეთი ინფორმაცია არავის არ მოუწოდებია აქამდე და არასოდეს ამ მიმართულებით არავითარი გამოძიება არ გვიწარმოებია ეს რაც შეეხება ბატონ გოგა ხაინდრავას. კარგი, თუ შეიძლება მე მექნება ორიოდე კითხვა კიდევ თქვენთან და შემდეგ უკვე სტუდიაში დებატებს დავიწყებ. ანუ დავაკონკრეტოთ ბატონიკა რომ ჩამოვიდეს ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოში მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აი კონკრეტული პასუხი რომ გავცეთ, იმიტომ რომ სულ გვესმოდა ჩვენ აი ამ 7 ნოემბრის შემდეგ რომ პატარკაციშვილის ცნობილი განცხადება ბოლო თეთრის დახარჯვის თაობაზე გახდა აი ამ ამბების მიზეზი, იგივე ტელეიმედთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების მიზეზი და ასე შემდეგ. რომ ჩამოვიდეს პატარკაციშვილი, მას ემუქრება თუ არა რა? მე გახსენ სამართლებრივ პასუხს, ქალბატონო ინგა, მე არ შემიძლია სენტენციებით, ასე ვთქვათ, მოგაწოდოთ ჩემი აზრი, პოლიტიკური იქნება ეს სენტენციები თუ ფილოსოფიური. მე გახსენ სამართლებრივ პასუხს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ბადრი პატარკაშვილი იყო ცნობილი ეჭვმიტანილად, კანონისმიერი ვადა ეჭვმიტანილად ცნობის ამას გაუვიდა, ამ ეტაპზე მას გადატრიალების მცდელობაში, დამი კონკრეტეთ რა. დიახ, ამბობების მოწყობაში, შეხმულებაში და ნუ შემდეგ სხვა გამოძიებას მიმდინარეობს და ერთი და იგივე საქმეა ეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ადამიანს კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, კანონისმიერი ვადის ამოწურვის გამო, 30-იანი ვადის ამოწურვის გამო, ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნა და მას ბრალდებული სტატუსი არ მინიჭებია. ეს არის სამართლებრივი პასუხი ამ კითხვასთან დაკავშირებით. ხელშეუხებლობის გარანტიებს რაც შეეხება, მე უკვე მოგახსენებ, პირად უსაფრთხოებას რაც შეეხება, ეს ახლა პროკურატურის თემა არ არის, თუმცა მინდა აქვე გითხრათ რომ უფრო ძალოვანი უწყებების თემაა, მაგრამ აქვე მინდა განგიცხადოთ რომ რა თქმა უნდა მოქალაქე პატარკაჩვილი ისევე უნდა მოქალაქე პატარკაშვილის პირადი უსაფრთხოება ისევე უნდა იყოს დაცული როგორც სხვა მოქალაქეებისა და შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად ისევე როგორც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისა, იმიტომ რომ ეს ესეთი რეჟიმია, წინასაარსებო რეჟიმია, ბუნებრივია და რა თქმა უნდა ამ ადამიანების უსაფრთხოება უფრო წინა პლანზეა წამოსწეული, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ ხა სხვა პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს ამ სქემში. ფორმები მაინტერესებს, თან რაც თავარია ამ გარანტიები. მოდით მე დაგიკონკრეტებ, იგივე საფრთხები, როდესაც არის საუბარი, თავისთავად, აი მე გამახსენდა იგივე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება თუნდაც ჩემთან ინტერვიუს დროს, როდესაც მან თქვა, რომ იგეგმებოდა ბადრი პატარკაშვილის ლიკვიდაცია. ანუ აი პირდაპირ საფრთხებზე მაქვს საუბარი, საფრთხე მის ხელყოფასთან, სიცოცხლის ხელყოფასთან, ლიკვიდაციასთან, ან იგივე დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ბევრი თქვენი ოპონენტი საბჭოთა დროის ფილმებსა და პროპაგანდას ადარებს იმ ფილმებს, რომელიც იმ დღეებში ტრიალებდა ტელეეკრანებზე და მე არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა, მართლა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო თავისი ტონალობით, ხმით და ასე შემდეგ. სადაც ამ ყველა
ყველაფერს წინ უძღოდა პლუს ოპოზიციის ლიდერებზე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, იგივე თქვენი ინტერვიუები და ასე შემდეგ. რაც ხდებოდა იმ დღეებში, ეს ყველაფერი იძლევა თუ არა იმის საფუძვლებს, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ერთ დღეს ახალი ფარული ჩანაწერი შეიძლება დაიდოს, თუ კი პატარკაციშვილი იქნება თბილისში და იგი ხელახლა გახდეს ეჭვმიტანილი. ან მან გააკეთოს რაიმე განცხადება, რომ თუნდაც ბოლო დოლარს დახარჯავს, იმისთვის რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და თქვენ მას ამას ჩაუთვლით როგორც გადაწყვეტილებას. პატარკაციშვილი იმ განცხადების გამო რომ ბოლო დოლარს დახარჯავს, ნამდვილად არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული. ზუსტად მან მიდიოდა ქალბატონინდა, ახლა თქვენ თუ განცხადებას გააკეთებს, რომ ბოლო დოლარს დახარჯავს, ამისთვის არც მანდა მიცემულა პასუხისგებაში და არც მანდა მიეცემა. არც მერე მიეცემა. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ის დაიჯება დანაშაულისთვის თავისთავად ცხადია. მაგრამ ამაში არის სწორედ ძელი ასი, რომ ადამიანები ითხოვენ გაურკვეველი ვადით, გაურკვეველი უფლებამოსილებით კონკრეტული ადამიანის ამ შემთხვევაში იმუნიზაციას სამართლებრივი დევნისგან. ეს არავის არ ვრცელდება, არც ჩემზე, არც თქვენზე, არც ბადრი პატარკაშვილზე და არც სხვა რომელიმე ადამიანზე საქართველოში და არც ფორმალური ასე ვთქვათ პროცედურები არსებობს ამისი. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი, რაც შეეხება ირაკლი ოქროშვილის განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას ვაწარმოებთ მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქროშვილმა ვერანაირი მტკიცებულება ამისი ვერ წარმოადგენა ეს ერთი და მეორე თვითონვე უარყო აღნიშნული ჩვენება და თქვა, რომ ეს ყველაფერი მე მოვიგონეო. თუ თქვენ უყურეთ ამას ყველაფერს, რაც შეეხება უკაცრავად, რაც შეეხება, ამას შეგიძლიათ იდეოს, მაგრამ ეს შეიძლება არსებობს და არავის არ გაუქმებდეს ხოჭებს. რაც შეეხება იმას, რომ ფილმებს უნდა შევეხო აუცილებლად. იმიტომ რომ რამდენიმეჯერ გაიჟღერა სხვადასხვა ეთერებში, რომ ეს არის პროკურატურის მიერ გაკეთებული ფილმები. მე პირდაპირ ვეუბნებით, რომ ეს არის სიცრუე. არც ერთი ტელევიზიისთვის ეს პროკურატურას არ მიუწოდებია და არც უცნობებია, რომ ეს ჩვენი ფილმიაო. ერთ-ერთ ფილმში გამოყენებულია ჩემი ინტერვიუები. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფილმი და რა თქმა უნდა მე მათთვის უარი არ მithvams ინტერვიუზე. ეს ეხებოდა პატარკაშვილის საქმეს სწორედ და მე ვისაუბრე კონკრეტულად იმ გარემოებებზე, რომელიც ჰქონდა იმ დროისთვის გამოძიებას და არა მხოლოდ ამ საქმეზე, არამედ სხვა საქმეზეც და ეს ჩვენ დისკრეციული უფლებამოსილება ჩვენ არ დაგვიდანაშაულებია არავინ, ჩვენ გამოვთქვით სწორედ ის მაღალი ხარისხის ეჭვები, რომელიც გაგვაჩნდა და ჩვენ დისკრეციული უფლებამოსილება კონკრეტული მტკიცებულება ან კონკრეტული ასე ვთქვათ საგამოძიებო ქმედების შედეგი გავაცნოთ საზოგადოებას თუ არ გავაცნოთ საზოგადოებას. როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, ისე ვიქცევით. ამის უფლებამოსილების შესაძლებლობას კანონი გვაძლევს. რაც შეეხება მეორე ფილმს, სადაც იყო პოლიტიკური მესიჯებიც მათ შორის, რა თქმა უნდა ამ ფილმთან ჩვენ არავითარი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ პოლიტიკური კომენტარები არ არის ჩვენი კომპეტენცია, საერთოდ ფილმების ფორმატში ასე ვთქვათ განცხადებების კეთება არ არის ჩვენი კომპეტენცია. ფორმატი ხდებოდა იმის მტკიცება, რომ აი სახელმწიფოში იგეგმებოდა რაღაც გადაწყვეტილება და რომელიმე ფილმში გამოიყენეს ჩემი სინქრონი პირველ ფილმს არ გულისხმობს, სადაც ინტერვიუ მივეცი, მკითხეს და კონკრეტული პასუხები გავეცი. მეორე ფილმში მე სამწუხაროდ არ მახსოვს, იმიტომ რომ არც ჩვენი გაკეთებული არ არის, კარგად არც ვიცნობ ამ ფილმს, ნოემბრიდან ნოემბრამდე ხვია მას ეს მახსოვს ნამდვილად. თუ იმ ფილმში არის რამენაირი ფორმით გამოყენებული ჩემი სინქრონი, ბუნებრივია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს რაც იმ ფილმში არის, ესე იგი საქართველოს პროკურატურა ახსოვს ბეჭებს, როგორც ესე იგი დადასტურებულ ბრალს. ეს ასე ნამდვილად არ არის, ეს იყო პოლიტიკური მესიჯების მომცველი ფილმი და გაკეთდა პოლიტიკური ასე ვთქვათ ხელისუფლებების მხრიდან, როგორც არ არის პროკურატურა. მოგეხსენებათ ძალიან კარგად. რაც შეეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრალდებებს, ვიღაცების დევნას და ასე შემდეგ. ვიღაცები არ არის ბატონი ხალხური მაგალითად გოგა ხაინდრავა სამბა ნათელაშვილი რომელიც ამბობს რომ მისი ოჯახი იყო დევნილობაში სწორედ აი ამ ჩანაწერების გამო კონსტანტინე გამსახურდია იქ უამრავი პოლიტიკური ლიდერი იყო ლევან ბერძენიშვილი ანუ ამისი რაც შეეხება ჩანაწერებს ახაც უნდა იყოთ ალბათ ინფორმირებული და ხართ რომ ეს ჩანაწერებიც არ არის ჩვენი გავრცელებულია იმ ორგანოს მიერ ვის მიერ რაც არის მოპოვებული, ჩვენ ჩანაწერებს ამ მტკიცებულებებს ვავრცელებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვთქვათ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ვავრცელებთ, მაშინ როცა კონკრეტულ პირს აქვს რაღაც სტატუსი სამართლებრივი ან ეჭვიდანაც არის ცნობილი, ან ბრალდებულად არის ცნობილი და ასე შემდეგ. არც ერთი თქვენს მიერ დასახელებული პირი, მაგალითად ბატონი გოგა ხაინდრავა,
არ ყოფილა ასეთი სტატუსი. შალვანათელაშვილს ესეთი სტატუსი ჰქონდა, მაგრამ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებით მას ეს სტატუსი მოეხსნა. და ამდენად ეს მტკიცებულებები, რომელიც გავრცელდა, არ ყოფილა გავრცელებული პროკურატურის მხრიდან და არ ყოფილან ეს ადამიანები პროკურატურის მხრიდან, რომელიც სამართლებრივად მდევნელი ორგანოა შეგახსენეთ, დადანაშაულებული ჯაშუშობაში. და უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი განცხადებაც იყო იმ დღეებში გავრცელებული, თუ ვინმე თვალყური ადევნა ამას, რომ ბატონი ლევან ბერძენიშვილი, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ბატონი გოგა ხაინდრავა იქნებიან დაკითხულნი მოწმის სახით ამ სტატუსით სწორედ რუსეთის ჯაშუშების საქმესთან დაკავშირებით. ეს იქნა განმარტებული არაერთგზის, თუ ვინმე ამის მოსმენა არ უნდა, თუ ვინმე სხვანაირი ინტერპრეტაციები სურს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ მე საჭირო თუ რაც საკუთარ თავს რომ უბრალოდ ნამდვილად მიმაჩნია მნიშვნელოვნად რომ ეს განმარტო მადლობას მოგახსენებთ იმისთვის რომ თქვენი ეთერი დიდი მადლობა რომ განცხადების გასაკეთებლად ძალიან დიდი მადლობა ვიმედოვნებთ კიდევ ახალი თქვა სარული ჩანაწერები არ გახდება ახალი სკანდალის მიზეზით თუნდაც იგივე ოპოზიციის ლიდერების მისამართით მოდით დავიწყოთ ბატონო გივი და უკვე ყველა ჩვენ სტუმარს მევთხო ამ თემაზე კომენტარს ერთგვარი დებატები ალბათ რომელიც შეგდება დღეს ამ სტუდიაში პატარკაციშვილის წარმომადგენლები, გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იგი ვერ ჩამოდის საქართველოში და არის იძულებული, რომ ტელეხიდით აწარმოოს საპრეზიდენტო კამპანია. რა სიტყვით? პირველ რიგში მე დღეს თქვი უკვე ეს ერთხელ და ნამდვილად მინდა გავიმეორო, რომ პირველი შეგრძნება რაც იყო ჩემი, ეს იყო დეჟავუის შეგრძნება, ნამდვილად. და მე ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი ნანახი აქვს უკვე ერთხელ. რომ არის იგივე შემსრულებლები, იგივე ვალერი გელბახიანი, იგივე გიორგი თარგამაძე, ჩვენ პირობითად ალბათ ამ აქციას დღევანდელ შეიძლება უწოდოთ ასლან აბაშიძე 2, იმიტომ რომ თემაც იგივეა, რეჟისურაც იგივეა, დადგმაც იგივეა. გიორგი თარგამაძე ტელეკომპანიაშია თუ შეიძლება სტაფში არ არის და ხელოვნების ჟურნალისტი საუბარი ჩემთვის პირადად მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა გავიხსენო უბრალოდ ის, რომ არსებობდა ესეთი ადამიანი, ასლან აბაშიძე, რომელიც სხვაშორის თავის მენტალიტეტით ძალიან მსგავსია, ბადრი პატარკაციშვილი, პირდაპირ მე ვთვლი, რომ ორივეს აქვს ესეთი კრიმინალურ ავანტურისტული მენტალიტეტი და ძალიან მსგავსები არიან ერთმანეთის და სწორედ ალბათ ამიტომ იზიდავს პატარკაციშვილს ასლან აბაშიძის გუნდის ყოფილი წევრები. და ეს ადამიანი მოიხსენებათ არც ერთხელ არ იყო თავისი აჭარაში მმართველობის პერიოდში თბილისში ნამყოფი, მას ეშინოდა თბილისში ჩამოსვლა, რომ გაემართლებინა ეს შიში, გაემართლებინა ეს აქციელი, ის მუდმივად იგონებოდა ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს ჩვენ მისგან ესეთი მოსმენილი, მას ხან დაჟინებული მზერით უპირებდნენ მოკლას, ხან ფოტოაპარატებით, ხან ვიღაც პოლიციელები გამოდიოდნენ, ხან სხვადასხვა ჯურის ადამიანები გამოდიოდნენ, აღიარებდნენ როგორ უნდათ ასლან აბაშიძეს მოკლა და ასე შემდეგ. არც ერთი ეს ფაქტი ბუნებრივია არ დადასტურდა საბოლოო ჯამში და მიზანი იყო ერთადერთი, მას როგორმე გაემართლებინა, რატო ეშინია თბილისში ჩამოსვლა, რატო არ ჩამოს თბილისში. ამ შემთხვევაში იგივეა, მე ვფიქრობ, რომ ასლან აბაშიძეს კი მოწყინდა მართალია, მაგრამ იმდენად არ მოწყინდა, რომ ის როგორც ჩანს 1%-ით მაინც უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ შეიძლება დაიჭირონ, მას არ სურს რაღაც ისეთი მოხვედრა და ამიტომ იგონებს რაღაც სხვადასხვა მოტივებს იმისათვის, რომ არ ჩამოვიდეს და არ აწარმოოს რეალურად. სხვაშორის ძალიან საინტერესოა, როცა ის უწოდებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას სპექტაკლს, თქვენ ნახეთ. თქვენ ავანჯორისებს ყველა ეს სპექტაკლი რატომ მონაწილეობს მაშინ საერთოდ რატო დააყენა თავის კანდიდატს? მოусმინოთ ბატონ გოჩას, თუმცა მე არ დავიწყებ არც ერთი მხარის ნაცვლად საუბარს, მაგრამ ალბათ ისინი შეგახსენებენ, რომ იგივე ასლან აბაშიძის განსხვავებითო ბადრი პატარკაციშვილი ხშირად იყო თბილისში და იგივე ნოემბრის მიტინგზეც ვნახეთ. გისმენთ ბატონო გოჩა? ჩანს ეს ფაზა დაიწყო. ამ პირველ რიგში ბატონ ნიკასაც მართალია გასულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩართული იყო და რა საშუალება მებია მინდა უთხრა, რომ სენტენციებზე საუბრობდა იგი. სენტენციები მართლაც ბევრი იყო, როდესაც ის გამოდიოდა ცოტა ხნის წინ, იგივე 7 ნოემბრის ფაქტებს როცა აფასებდა და იქ რეალურად ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების ან მოსახლეობისთვის ამბობდა და ლოგიკურ კითხვებს სვავდა. რაც რეალობაში მას არ უნდა გაეკეთებინა და სამართლებრივი შეფასებები უნდა მიეცა მხოლოდ. ანუ სენტენციები მას ეხლაც ბევრი ჰქონდა, როცა საუბრობდა და ლოგიკაზე ლაპარაკობდა.
რაც შეეხება ბატონ გივის დეჟანუს განსწავლა ბატონმა გივის ბატონ გივის რაც შეეხება თქვენი შემელაპარაკებებს ბატონ გივის თქოს რაღაც სხვა სამყაროში ვარ ჩვენ 7 ნოემბერი არ მომხდარა გირგულიანი არ მომხდარა რობაქიძე არ მომხდარა და აქ არის რაღაც ისეთ იზოლიაში ვიმყოფებით რა საფრთხეებზე უნდა იყოს ლაპარაკი რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანს ჩამოსulis მაშინ თქვენ ამბობდით რომ სულს ამოხდით პირდაპირ ამ სიტყვებს ამბობდით ეს იყო უმაღლესი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი იმიტომ რომ თქვენ ხართ კომიტეტის თავმჯდომარე და თან ხართ იმ კომიტეტის რომელსაც მართლაც რეალურად ემორჩილება კიდევ ძალოვანი სტრუქტურები ყოველ შემთხვევაში კონტროლს აწესებს ამაზე ასე რომ ესეთი განცხადებების დროს და ესეთი ლოგიკაზე როცა ლაპარაკი ეს ლოგიკა არის ფაქტებია ეს ყველაფერი მომხდარია საქართველოში ხელისუფლება საკუთარ ხალხს გაუსწორდა უკვე და გაუსწორდა ყოველად გადამეტებით თავი არ გავანებოთ სხვა სიტყვა რო არ ვიხმარო არ იყო არავითარი საჭიროება იმისი რაც მოხდა რიყეზე რაც მოხდა თუნდაც იქ იმ მოედანზე რომელსაც პარლამენტის წინ არ იყო ეს საჭირო დღეს საუბარია ასევე იმაზე რომ ბაზრი პატარკაშვილის დაცვა მთლიანად განიარაღებულია ვინ განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებს რომლებიც იქ მუშაობდნენ რა უძახეს და უცხეს თქვენ დაწერეთ განცხადებები და გადით ანუ აქ საუბარია პატარკაშვილის დაცვიდან წადით წადით ეს სიტყვები პრაქტიკულად არ იყო ნათქვამი მაგრამ მათ იარაღის დარების უფლება ჩამოერთვათ ანუ ისინი იყვნენ თანამშრომლები რომელსაც ჰქონდათ იარაღის დარება ანუ ბატონოჩა არის ეს საფრთხე პატარკაშვილის წინააღმდეგ საფრთხე ბევრია და ძალიან ის დაუცველია და როცა ლაპარაკობ ჩვენ იმაზე რომ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ მე მართლაც მაოსებს საქართველოში ყველა ხედავს მოქალაქე სააკაშვილი გადაადგილდება იგივე დაცვით გადაადგილდება იგივე ესკორტით და ზუსტად ისევე იცავენ როგორც პრეზიდენტს და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ჩვენ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ დიდი მადლობა ჩვენ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ კარგი თუ შეიძლება ბატონო პეტრე განაგზეს თუ შეიძლება პოლიციელები რომლებიც იყვნენ პატარკაშვილის დაცვაში განაიარაღეს ანუ მისი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ რომ ამ ადამიანს პრეზიდენტობის კანდიდატს ემუქრება საფრთხე რა სიტყვით მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენაც მოვისმინეთ ჩანაწერი ბადრი პატარკაშვილის გამოსვლის ჩემი აზრით იყო ერთგვარი ნაზავი ფარისეულობის და დემაგოგიის ძალიან კარგად დადგმული მოფიქრებული და ის ადამიანი რომელთან სტუმრობის შემდეგ მხოლოდ საბან გადაფარებული შეიძლებოდა გამოსვლა სახლიდან სვამ 3-4 წლის წინ დღეს ქართულ ხალხს ესე უნამუსოდ მოუწოდებს გაერთიანებისკენ, ერთადგომისკენ და თავის საკუთარი თავის მხარდაჭერისკენ. ეს ისე უბრალოდ ადამიანი ჯიბიდან დაფინანსა იგივე ვარდების რევოლუციამდე, იგივე ჟვანიას გუნდის დაფინანსებაზე იყო თავის დროზე საუბარი და შემდეგ ბევრი ლაპარაკი იმაზე რომ პატარკაშვილის ჯიბიდან ფინანსებოდაო იგივე მთავრობის ხელფასებიდან. ლაპარაკი არ დადასტურებულა არაფერი არ დაფინანსების ამ კამპანიის დროს ვთხოვდით დადასტურებას და ვერ მივიღეთ. ამგვარი დაფინანსების ფაქტები მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ რა თქმა უნდა ნიკა გვარამიას თქვა ჩემი მხარდაჭერა და თქვა ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ როდესაც საუბარია ამ ფილმების ჩვენებაზე და გავრცელებაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია ვინ გადაიღო ეს ფილმი, ვინ გაავრცელა, როგორ მოხვდა ტელევიზიაში თუ ის რომ ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ პარტიების ლიდერები და წამყვანი პოლიტიკოსები თანამშრომლობენ, ხელფასებს იღებენ იმ ქვეყნის ჯაშუშებთან, იმ ქვეყნის აგენტურასთან, რომელიც ბილად რომ ვთქვათ, მტრულად არის საქართველოს მიმართ გაწეული. ვინ ბატონო პეტრე, ვინც იყო ჩამოთვლილი გვარები? ვინც იყო ჩამოთვლილი, ვინც ყოველდღიურ კავშირზე იყო, ვისაც ასე ვთქვათ, ვიზეც იყვნენ მიმაგრებული ის მეკავშირე ჯაშუშები იქნებოდა ეს ფიგურია თუ რეალური ფაქტები არსებობს. საელჩოდან თუ ასე ვთქვათ, პირდაპირ რუსეთიდან იქნებოდა ეს ბადრი პატარკაშვილის გავლით თუ მის გარეშე ეს არის უფრო საინტერესო თუ რანაირად მოხდა ფილმი, ასე ვთქვათ, ტელევიზიაში. რა თქმა უნდა, მე მგონი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და გავაცნობიეროთ ის, რომ სამწუხაროდ, კიდევ ხაზს გავუსვამ სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან დიდი ნაწილი თანამშრომლობს იმ ქვეყანასთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მტრობენ, რომლებიც არიან საქართველოს არაკეთილმოსურნეები. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გვერდით. როდესაც საუბრობთ დასაქმებაზე, უმუშევრობაზე, როდესაც ეს ბოლო წლები ვატარებით რეფორმებს, რომ უშუქობა დამთავრებული იყო საქართველოში, უგზოობა დამთავრებული იყო საქართველოში. ეს ყველაფერი ამის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე. ამას აკეთებდა სააკაშვილი წლების განმავლობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში და ამას გააკეთებს მომავალშიც.
როდესაც ის იქნება არჩეული პრეზიდენტად 5 ნოემბერს. თუმცა გაკოტრებული ქვეყანა, ასე შეფასდა იგივე პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაშვილის მხრიდან ჩვენი მიმართვაში მოვისმინეთ, პოლიტიკურად გაკოტრებული ქვეყანაა, მალევე ეკონომიკურადაც გაკოტრდებაო. ბატონ გიორგის მივცემ სიტყვას, რა სიტყვით? ეს იქ ძალიან ბევრი საუბარია და ძალიან ბევრი შეფასება მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან. კრიმინალები, რაღაც ავანტურისტები, აგენტები, ჯაშუშები, ყველას ბრალდება ორი არგუმენტს მოკლებული. და თქმა უნდა, ხელისუფლებას რანდომულად რეალურად თავისუფალი ნორმალური არჩევნების ჩატარება ძალიან მარტივ რაღაცას გააკეთა. რამდენი საუბარი არ აძლევს. გამოვიდოდა ხალხადოდ ნინო, თუნდაც რომელიც ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და განაცხადებდა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი, რომ არჩევნების პერიოდში, წინასაარჩევნო პერიოდში ბატონ ბადეს არანაირი საფრთხე არ ექნება. და რა საფრთხეზე საუბრობთ? ბატონ გიორგი, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა ჩვენს ხელისუფლებაში ბატონმა გიმ განაცხადა, რომ ბატონ ბადრი არის კრიმინალურ ავანტურისტული მენტალიტეტის მქონე ადამიანი. ეს უკვე ესე კრიმინალია, ხო? ეს ჩემპიონატ შეხედულებაა და თქვენ ძალიან დიდი ხალხმა ნინომ რადგანებად გასცეს გარანტიები ჩემი შეხედულება არ შეიძლება სულ სხვა პასუხებს ხელისუფლებიდან და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი დღევანდელ ხელისუფლებაში აცხადებს ამის პასუხად, რომ ბატონი ბადი არის კრიმინალი. ეს საფრთხეა თქვენი აზრით, ანუ რა იმის ფონზე რა დღესაც მოვისმინეთ ადამიანის განცხადება. იმის ფონზე რაც განაცხადა ირაკლი ოქროაშვილმა და საფრთხე მოკრებოდა ბადი პატარკა, ეს ყველაფერი გროვდება. არის კიდე სხვა ინფორმაციები, რომელიც დაუშვათ არ არის გახმაურებული. რომელი იქნებ ძალიან ბატონ გიორგი? არა არის საჭირო ყველაფერს თავისი თქმა, რაც გახმაურდა, ამაზე ყველაფერზე პასუხად ამაგუებულობთ, რასაც ყველა იმხედავდა. ნუ ესეთ ვითარებაში ძალიან მე მგონი არ არის სასურველი, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში. თქვენ გჯერათ, რომ იგი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, მათთან დაიჭერენ, ან ირაკლი ოქროაშვილის თემა თქვენ გახსენებთ ლიკვიდაციაში. დარწმუნებული ხარ? მადლობა. ბატონ გიორგი. ყველა საქმეს თქო მეც მათ შორის უფლება რომ კონდეს თავის შეხედულებები, მე რა თქვი ეს ჩემი პირადი შეხედულება, პატარკაშვილზე და ვერანაირი სხვა გადაწყვეტილება მე ამ შეხედულებას ვერ შემაცვლევინებს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ახლა თავისთავად ვთქვათ აპრიორი არავინ არ არის ამ ქვეყანაში და არც წინასაარჩევნო კამპანიაში ზედმეტი საფრთხე შანაკლების არიან სხვა ოპოზიციური კანდიდატები, მათ შორის ხაინდრავა, რომელიც დაჭერილს იყო დღეს თურმე ლაპარაკი, არის მოძრაობს აქ, იღებს მონაწილეობას აქტიურ კამპანიაში და არანაირი საფრთხე არ მას არ ემუქრება, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, მე მინდა ვთქვა, რომ ეს დაჟინებული მოთხოვნა არ იქნება ჩვენ ქვეყანაში დაკმაყოფილებული, რომ პატარკაშვილს ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული სტატუსი. ის არაფრით არ არის განსაკუთრებული ამ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. განსაკუთრებული სტატუსი მოპოვების ის რაც უნდა იყოს გარანტირებული კანონით, არის გარანტირებული კანონით, ხოლო ამის ზემოთ კიდევ რაღაც დამატებითი განცხადება გარანტიის თვალსაზრისით არის განსაკუთრებული სტატუსის მოთხოვნა. არ იქნება, მე ვფიქრობ, აქ ჩვენ გვაქვს პირველ რიგში ძალიან ღრმა მსოფლმხედველობრივ განსხვავებასთან საქმე, იმიტომ რომ ჩვენ რისი გაკეთებას გვინდა. ჩვენ საპატარკაშვილს შორის ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ როცა გვინდა ვთქვათ სიღარიბე დავძლიოთ ამ ქვეყანაში, ეს იმიტომ კი არ გვინდა რომ მოგწყინდა იახტები და ცხენები და ასე შემდეგ. ეს იმიტომ გვინდა რომ ეს ჩვენი იდეალებია, ამიტომ სხვა იდეალები აქვს. და ამ მის იდეალებში ყოველთვის იყო საკუთარი თავის განსაკუთრებულობის განცდა. რატო ჩაერთო საერთოდ ის ქართულ პოლიტიკაში? იმიტომ რომ დაკარგა ის განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც ჰქონდა შევარდნაძის დროს, როდესაც ის სხვადასხვა ხერხებით, სხვადასხვა манипуляციებით და სხვადასხვა ნაცნობობით თუ ასე შემდეგ იღებდა მონაწილეობას ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გარდა ამისა ჰქონდა ყველა სხვა კომფორტი გარანტირებული. ეს დაკარგა, მოინდომა უფროგულმა ჩარევა და საბოლოო ჯამში უნდა მიიღოს მონაწილეობა და აცხადოს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე, მაგრამ აქაც უნდა განსაკუთრებული სტატუსით ისარგებლოს და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველა საქმე არის მოწოდებული იმისათვის, რომ ესეთი ტიპის ადამიანები, ოლიგარქებმა, რომლებმაც სულ ერთია რომელ ქვეყანაში ავანტურიზმით მოიპოვეს თანხები,
ვერ მართონ საქართველოს. აი ეს არის ჩვენი პირობა. ის გაამრავლეთ ორზე, ბატონო არკადი და დაანებეთ ამ ქვეყანას თავი. კარგი. ბატონო განაგზე თემა და მე ბატონ პეტრესთან მეცნება შემდეგი შეკითხვა ორზე გამრავლებასთან დაკავშირებით. ასეთი ტიპის ადამიანებს არ მიცემთ საშუალებას რომ მართონ ქვეყანა რა სიტყვით. მე ერთი კითხვა მინდა დაგიჩვენოთ როგორც ბადრი პატარკაშვილის გუნდის წარმომადგენლებს. აი წეგან მე ვკითხე ბატონ პეტრეს და ბატონ გივის რომ ხო იყო თქო ინფორმაცია რომ ამ კაცის ჯიბიდან ფინანსებოდა თქო მთელი რიგი პროცესები ქვეყანაში და არაო ეს იყო ინფორმაცია უბრალოდ თქვენ თუ ფლობთ ასეთ ინფორმაციას რომ პატარკაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო თქვა ჩართული მსგავს. მსგავს ინფორმაციას მე მგონი ყველა ფლობს, იმიტომ რომ იგივე ბიზნეს ფედერაციის დროს ის პირდაპირ იყო ჩართული, აფინანსებდა კიდევაც პროექტებს, ასევე ეს მე მგონი ზოგადად ყველასთვის ცნობილი იყო და არა ვთქვათ, რაღაც ჩუმი დაფინანსებებზე არ ყოფილა ლაპარაკი. ის მართლაც აფინანსებდა, თქვენ გახსოვთ რომ ვანო მერაბიშვილი ხშირად აკითხავდა, ქონდა კიდევაც ეს ურთიერთობა, ეს ოფიციალურ ტელევიზიით ხდებოდა, ეს ხომ არ იყო დაფარული რაღაც ინფორმაცია. ის პირდაპირ იყო ჩართული. რასაც იყო საუბარი. დაფინანსება კონკრეტული იმებს ხო ჩამოგეწევთ, ის კონკრეტული ჩამოთვალა, ბატონო, პროგრამა ეხავა ვეუბნებით რომ თელი იყო ტყუილი. და შემიძლია გავუძლე ამ სიაზე და აგიმტკიცო. ბატონო გივი, თქვენ შეგიძლიათ მე სად უნდა დაგიჯეროთ? ამაში ცოტა რთულად არის. ბატონო დამიჯეროთ, მე დოკუმენტად ამბობდი. ბატონო გიჩა, მე არასდროს თორე ჟურნალისტი ვიყავ. და ოპოზიციონერი ვიყავ. არ მიკადრებია, არ შევარდნაძის ხელისუფლების წარსულისთვის. ბრალდებების წაყენება საბუთების გარეშე, რასაც მთელი ეს ოპოზიცია აკეთებს. ეხლა რასაც ვაკეთებ, ყველაფერზე გეტყვი დოკუმენტს მეთქი, მიგიცითებ, როდესაც ის კრიმინალია. გაზი დააფინანსა, იყიდა 1 მილიონი დოლარი გადაიხადა მოგახაინდრაუნდ. იყო დავალიანება. ამ წლის 20 ივლისის მერიის ბრძანებულებით 1 მილიონი დოლარი ამ კაცს უკანაა გავებული და ამიტომ ნუ იძახის, რომ ეს იყო საჩუქარი ქალაქის. ეუბნებით კონკრეტულ დოკუმენტს, ესე გეტყვით ნებისმიერს. ბატონო გივი, მე რატომ გეუბნებით ახლა ჩვენ რაც არ უნდა ასე ვთქვათ ვიკამოთოთ შეიძლება ერთმანეთს ვერ დავაჯერებთ ეს გადამოწმებადი ეს ხო არა დასაჯერებიდან არა დასაჯერებიდან მერიაში ეს დოკუმენტი ნახო შეიძლება გიხდეთ თქვენ რასაც ამბობთ რომ ის კრიმინალია ჩამოყალიბებული იმიტომ ვკითხე ბატონ პეტრესაც თურმე ის ადამიანები უკვე ვინც უკვე გამოცხადებულია ხელფასსაც იღებდნენ თურმე რუსეთი და სხვადასხვა გადატრიალებას ახდენდნენ მაგრამ დღეს რატომღაც შეიცვალა პოზიცია და მე რასაც უსმინე თურმე თრანდესი არ ყოფილა საქმე და რატომღაც თქვენივე ხელისუფლება უკან ეხებს და ამბობს რომ არა ჩვენ ესეთი რამე არ გვეცქია კრემლის ხელი კარერია ის ინფორმაციაზე საუბრობ ინტერვიუ რომელიც რაც მე მაფიქრებს რომ მოქალაქე სააკაშვილს სხვა არაფერი არ დარჩა გარდა იმისა რომ პრორუსული ასე ვთქვათ ორიენტაცია დაეჭირა როცა მიმამბრად ამას ინტერვიუს პატავს ვინატოს მე აი ეს უკვე ცოტა საკვირველია ნამდვილად საკვირველია იმიტომ რომ ისეთი პრეზიდენტი როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილია თითქმის იზოლირებული და მან პირდაპირ თქვა რომ იზოლაციის პირობებშიც კი მიუხედავად იმისა იმედზე იყო საუბარი რომ გახსნაზე და არ გახსნაზე თქვენ ამბობდით მაშინაც და ეხლა სად დაგიჯეროთ როცა ედახეთ იმედზე თავდასხმა არ იქნება და თავდასხმა მოხდა და შეჭრა მოხდა თქვენ ბევრჯერ არც იყო დაგეგმილი და როცა გაჩნდა მიზეზი მაშინ მოხდა მაგრამ ბატონო მე მაინტერესებს როგორც კი ჩვენ აი ლოგიკით მივადგებით საკითხს მე შემიძლია რაღაც დაგიმტკიცო მისი ჩამოს გადადიხარ სხვა თემაზე და რატო გადადიხარ აი ბატონო არ მოგიდახსა მოგებას არჩევნების მოგებას თავიდან ბოლომდე მოგებას და ეს კაცი არ ჩამოდის რატო არ ჩამოდის კითხვა ხო ჩდება ერთადერთი რამის გამო საფრთხის გამო თან არა პირადად იმიტომ რომ მოგებას არ მოგებას მისი პროგრამა არანაირი შანსი მოგების მას არ აქვს იმიტომ რომ ის იძახდა ეხლა გამოსვლაში მე ვერც ერთი კაცი ვერ იტყვი საქართველოში მე როდისმე ვიცრუე მე ვიტყვი რომ მან იცრუა უფრო მეტჯერ ვიდრე არ იცრუა ის ვიწრო ჩემი მისი კამპანია არის იცრუება თქვენ ახლა სამწუთი ხო შეიძლება რომ იცრუო ეს რომ არ ისმის რომ ახლა თქვენ ამას ამბობთ ესე კარგი დიდი მადლობა ბატონ პეტრე იგი რომ ჩამოვიდეთ ნიშნავს რომ იგი მოიგებს და ამიტომ ხელისუფლება უშლის ხელს რომ მან არ მოიგოს არჩევნები მოდით მე შეგახსენებთ ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებთ თქვენი და ბატონ გიორგის კომენტარი დამჭირდება მის განაპირებს მე დავფარავ ყოველწლიურად 100 კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას ყოველი ოჯახისთვის ამავე მოცულობის გაზის ღირებულებას ავანაზღაურებ წყლის გადასახადს საკუთარი საქმეებით გამოვიწყილი მომავალი წლის ხურჯის და ციტრუსების მოსავალს მე გავუწევ დახმარებას უმუშევრებს 600
ლარი თითოეული მათგანისთვის. 2008 წლის 1 სექტემბრიდან მინიმალური ხელფასი 300 ლარი, 1 მაისიდან პენსია 120 ლარი, ომის ვეტერანებისთვის 150 და ოჯახებზე, შვილებზე, პირველ შვილზე 3000, მეორეზე 4000, ყოველ დამატებით შვილზე 5000. ეს არის მისი დაპირებები. რომ ჩამოვიდესო, იგი მოიგებსო რა სიტყვით თქვენ. ეს ყველაფერი რაც თქვენ წაიკითხეთ არის ქვეყნის მტრობა. მას უნდა საქართველოს აქციოს, ასე ვთქვათ, საკუთარი ჯიბის ქვეყანად. ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები. ჩვენ გვაქვს გეგმები, როდესაც გვინდა რომ საქართველოში გავაძლიეროთ ეკონომიკა, გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობა, შევქმნათ ახალი საწარმოები. ამ საწარმოებში დასაქმდეს ხალხი და თავისი შრომით მიიღოს შემოსავალი და თავისი შრომით კონდეს ის შემოსავალი, რითაც დაფარავს შემდეგ გაზის, ელექტროენერგიის საფასურს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რასაც არკადი პატარკაშვილი განაცხადებს, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი. რომ გადაიხადოს ვის ხარჯზე აპირებს ამას? ჩემი საკუთარი სახსრები იქნება საქართველოს ეკონომიკის 99%-ის გაკონტროლება, საკუთარი ბიზნესებით, რასაც ის ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს აკეთებდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს როგორ იყო? გავიხსენოთ 4 წლის წინანდელი ამბები, 5 წლის წინანდელი სიტუაცია საქართველოში. მისი ნათესაობა, რამოდენიმე დაახლოებული ადამიანი ამ ნათესაობასთან და არკადი პატარკაშვილი, ვინც აკეთებდნენ ფულს, ვინც შეუვლობდნენ მილიონებს, პოლიტიკური კორუფცია, პირდაპირ, იმიტომ რომ ასევე კონტროლდება და კლანების მიერ კონტროლდება, ხო არ გაკეთებს. შეიძლება რომ მოიტანო. დოკუმენტი შეიძლება. მე როდესაც ჩემ გამოძიება დავთავრებდი ერთ ოთახ მასალებს ყრიდი, იმდენი დოკუმენტი მქონდა. ეხლა დოკუმენტი აკონტროლებდა ამ ყველაფერს და მე მოგიტან ამ დოკუმენტს შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში. შემდეგ კომპანიაში, მაგრამ მე დავამთავრებდი რა ძალიან ვთქვათ, ნუ მაწყვეტინებთ, როდესაც საუბრობ. არა უგახსნავთ, მაგრამ ისეთი რამეს ამბობთ, რომ დაგემტკიცებ, თუ გნებავთ ციფრებით დაგემტკიცებ, გნებავთ ზოგადად ვისაუბროთ იმ ინვესტიციებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში $1.5 მილიარდი, $2 მილიარდი, რომელიც შემოდის ისევე როგორც ქართველი ბიზნესმენების მხრიდან იდება ჩვენს ეკონომიკაში, ასევე უცხოელი ბიზნესმენებისგან შემოდის. საიდან გაჩნდა ეს თანხები? რატო იდება საქართველოს ეკონომიკაში? რატო შენდება ამ ბოლო პერიოდში ეს საწარმოები? იმიტომ რომ პირველ რიგში მოეწყო და ასე ვთქვათ, გარემონტ და გაკეთდა ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ აღარ არის კორუფცია ქვეყანაში, სწორედ ისეთი ტიპის კორუფცია, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო ბიზნესის კეთება. იმიტომ რომ გატარდა რეფორმები, მოხდა ბიუროკრატიის დერეგულაცია. და რაც მთავარია, კიდევ ერთი მომენტი გავიხსენოთ, ხშირად არის საუბარი სასამართლოზე და შეიძლება მართლაც არსებობდეს სასამართლოში გარკვეული პრობლემები. მაგრამ დღეს როდესაც ინვესტიციები იდება, უცხოელი ინვესტორები, ადგილობრივი ინვესტორები უკვე თამამად აბანდებენ და მომავალში კიდევ უფრო მეტად თამამად დააბანდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ასე ვთქვათ ოპოზიციურ პარტიას ეს არ აწყობს, იმიტომ რომ სხვანაირი მითითებები აქვს თავიანთი ლიდერებისგან, რომ საქართველოში არ უნდა მოხდეს ბიზნესის განვითარება. მაინც ჩაიდება ეს ფული ჩვენს ეკონომიკაში და ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ სასამართლოებში თუ ადრე ხდებოდა მოსამართლეების 95%-ის მოსყიდვა და თუ კარგად იყავი დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან, მაშინ შეგეძლო მხოლოდ შენი სიმართლის დამტკიცება სასამართლოში თუ იყავი ბიზნესმენი. სასამართლოში შეიძლება სიმართლე. ყველა აღიარებს, რომ სასამართლო არ არსებობს სტატისტიკას გესწრებს, მაგამდე მივიდივარ, ხალბატონო, მაგამდე მივიდივარ, სახელმწიფოსთან დავაში კერძო ბიზნეს 2/3 საქმეების აქვს მოგებული სახელმწიფოსთან დავაში და როდესაც უცხოელი ინვესტორი შემოდის და დავა აქვს, ასე ვთქვათ, თავის პარტნიორთან, ან ორ დამოუკიდებელ პარტნიორს ერთმანეთთან აქვს დავა. ამას სასამართლო უკვე მაქსიმალური ობიექტურობის განიშნულებს. ეს არის მიღწევა ბოლო რამოდენიმე წლის, იმიტომ რომ ადრე ესეთი არ ხდებოდა. და ყველამ ვიცით ეს ძალიან კარგი. ადრე ესეთი არ ხდებოდა, ბატონო გიორგი, მე მინდა რომ თქვენ განაგრძო თემა პირველად ძიხათ დებატებზე, მე ყოველ შემთხვევაში რაც მახსენდება ბოლო წლების თქვენი ინტერვიუები, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როდესაც პატარკაჩიშვილი საუბრობს და ამბრალდებებს აყენებს თავის მიმართვაში, ავანტურისტები, ვთქვათ იგივე ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა რომ განუდგეს სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს და ასე შემდეგ. თქვენ ეთანხმებით მის ამ პოზიციას? რა თქმა უნდა. ეთანხმებით, რომ დანაშაულებრივი საქმეები აქვს მათ ჩადენილი და რომ უნდა განუდგეს? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ბევრი უკანონობა მოხდა ბოლო წლებში. ძალიან ბევრი ძალადობა მოხდა. შორს რო არ წავიდეთ და არ დავიწყოთ სათითაოდ ჩამოთვლა. ამისთვის კმარა მარტო 7 ნოემბერი.
7 ნოემბერი იყო დემონსტრირება ძალადობის, უკანონობის, აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგის მიმართ. ბევრად უფრო მშვიდობიანი მიტინგი იყო ეს ვიდრე ნოემბრის რევოლუციის დროს. ნოემბრის რევოლუციის დროს შეგახსენებთ, მე თვითონ მონაწილე ვიყავი აქტიური იმისი. მოხდა სახელმწიფო შენობების აღება, ძალაუფლების სკოლაში ჩაღდება. ეს მოხდა მართალია უიარავად, მაგრამ მოხდა ძალით. 7 ნოემბერს მსგავსი არაფერი არ იყო, იყვნენ მოშიმშილეები, აბსოლუტურად მშვიდობიანი ადამიანები, არაფერი არ დაზიანებულა, არაფერი არ გაფუჭებულა და ამ ხალხის მიმართ გამოყენებული იყო უსასტიკესი ძალა. რუსთაველზე კიდე თუ შეიძლება რამე გამართლება ქონოდა ამ ძალადობას, თქვათ იქ ნებართვასება და გაუვიდა და მოძრაობა იყო შეფერხებული და რაღაცა და ქუჩის გახსნა უნდოდა. კიდე რაღაცა ეგეთ თითიდან გამოწვეული მიზეზი შეიძლება ეგეთ მოტანილობა. რიხეზე საერთოდ ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული ძალადობა. აბსოლუტურად მშვიდობიან ხალხს და ესა შეიარაღებული გაურკვეველი ფორმირებები კიდე მინდა გავგიმეორდეთ. იქ იყვნენ ოფიციალური ფორმირებები და იყვნენ არაოფიციალური ფორმირებები. არსებობს დღეს ასეთი არაოფიციალური ფორმირებები? კი, არსებობს, ჩანაწერები არის და ამ ჩანაწერებში ჩანს ნიღბიანები, ჯინსებში გამოწყობილი ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც გამოიჩენდნენ განსაკუთრებული სისასტიკით. კაცო, ეს ჯინსები ნიშნავს, რომ ისინი არაოფიციალური. რა თქმა უნდა, ჯინსები ნიშნავს, რომ ეს არის არაოფიციალური. შეიძლება დავადგინოთ, მაშინ ეს შეიძლება დადგინდეს პირდაპირ. გააჩნია თავისი ფორმა და როდესაც პოლიციელი ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, აუცილებლად უნდა ეთქვას ყველა საერთოდ. ვის ექვემდებარება ეს არაოფიციალური ფორმირებები? ახსნას ხელისუფლება მოგვაწოდეთ მაშინ ინფორმაცია ვინ არიან ეს ადამიანები. შეგვიძლია ყველა ვინ იყო წარმოდგენილი. ვინ იყვნენ ჯინსიანები? აი ჯინსი ვისეცვა და თქვათ ვისეცვა ბოტასები, მაგრამ ეს შეიძლება დადგინდეს ჩვენ თუ კადრებით ავიღებთ, მაინდა-მაინც გვაინტერესებს. შეგვიძლია არ შემთხვევაში ოპოზიცია საუბრობს რომ არსებობს არაფორმალური რაღაც ეხლა ითქვა ხალხს ბატონმა გოჩამ დეპუტატია და ეხლა ცოტა უფრო მათ უნდა იცოდეს ფაქტ ეგრე არ არის ბატონო გოჩა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რომ მე მორჩილებოდი ძალოვანი სტრუქტურები საპარლამენტო კონტროლი სხვა რაღაცაა და გამორჩილება სხვა რაღაცაა მაგრამ ჩემი კომპეტენციის პარაგრაფში შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად სუსტად რომ არანაირი თქვათ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები ქვეყანაში არ არსებობს ბუნებრივია და ყოველგვარი მცდელობა თქვათ მათ შორის ის რომელიც ქონდა ბადარ გაჩვენს თქვათ დაცვის სამსახურებიდან ესეთ ფორმირების შექმნის იქნება ყოველთვის აღკვეთილი ძირშევი და ესეთ ფორმირება ჩვენ ქვეყანაში დღეს ვერ არსებობს მაგრამ მე მინდა ზოგადად აი ხა გავჩერდა ერთ საკითხზე რომ ჩვენ ხედავთ ხა წინასაარჩევნო კამპანია შუა წელს გადაწყდა პრინციპში ხო? და ახლა არის პერიოდი, როდესაც ყველაზე ინტენსიურად ჩვენ უნდა ელაპარაკებოდი ამორჩეულს შენ გეგმებზე და იმაზე რას თავაზობ მას. ამის სანაცვლოდ ჩვენ მუდმივად არ მცდელობა სხვადასხვა მხრიდან იმისა რომ ვილაპარაკოთ სულ სხვა თემებზე, ანუ ვილაპარაკოთ ისევ 7 ნოემბერში. 7 ნოემბერზე ჩვენ თქვით პატიოსნს, ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება. გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და მივანდეთ ხალხს არჩევანი. აი, გადაწყვიტოს ხალხმა არჩევნებზე ჩვენ სწორად მოვიხեցით თუ არასწორად. იყო ეს გადაუდებელი და აუცილებელი ნაბიჯები თუ არ იყო, მაგრამ მუდმივად ჩვენ გვითხრევენ ესეთი ტიპის კამათებში. რატო ეხა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რეალური ამ ხალხს სათქმელი ამ მომრჩევლისთვის სხვა არაფერი არ აქვს. ჩვენ გვაქვს უამრავი რამე სათქმელი და მე სიამოვნები დღეს ვიტყვი იმას, რას პირდებით ჩვენ ადამიანებს. რა პროგრამა გვაქვს ჩვენ? მართლა რეალურად ესე წარმოაჩინეს, რომ თითქოს აი ეხლა შემოbrunდნენ და ეხლა დაიწყეს რაღაცების კეთება. არ არის ესე ხო, მე შემიძლია გავშალო ის თემა და თქვა რომ ვთქვათ ის სამუშაო ადგილების შექმნა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაკეთებდით და ვამზადებდით იმისთვის, რომ ეს გამხდარიყო რეალობა. ასევე სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ, ტყიბული აღდგომ ყდრეთით ხო? ჭიათურა და ქუთაისის ზესტაფონი აღორძინდა და ბევრი ახალი საწარმო შეიქმნა. ჩვენ უკვე ვიცით ზუსტად ეს როგორ უნდა გაკეთდეს. რეგიონები აღორძინებულია, იგივე გეუბნები კონკრეტულ
მაგალითს, როდესაც ქარხანა ამუშავდა და ეს არის სასიცოცხლო იქ. და ამითი ცხოვრობ, თუ ხალხი ხებულში იმედი არავის არ ქონდა რომ ეს აღორძინდებოდა. მაგრამ აღორძინდა, ანუ ჩვენ ვიცით უკვე როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ჩვენ ეხლა კი არ ვიწყებთ ამას. ეხლა ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავშალოთ ეს, როგორ გავხადოთ ეს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის და თუ მაშინ ამ პირველ ეტაპზე დასაქმდა რაღაცა პატარა ნაწილი, ეხლა გაცილებით უფრო მეტი ნაწილი დასაქმდეს. აი ამებზე ვიუყარაკოთ და ვიდეო. ჯერაც სააკაშვილის, რომელიც გაჭყუებდა, სწავლავდათ, რომელმაც შეიძინა, თქვა გაზისთვის და ხელკეტები და გაზი შეიძინა იმის ნაცვლად, რომ აეღორძინებინა, თქვა ქვეყანა, თუ ჩემი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს. ეს იყო ბადრი პატარკაშვილის მიმართვიდან ნაწყვეტი, ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დავსვა სტუდიაში. არის თუ არა რეალურად შესაძლებელი იმ დაპირებების ასრულება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ბადრი პატარკაშვილისგან. იგივე გაზის გადასახადი, იგივე დენის, ყოველ შვილზე 3, 4, 5,000, არანაკლებ 600 ლარი იყო თითოეული უმუშევრისთვის და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს რა ინფორმაციით დაბრუნდა იგივე გიორგი ჟვანია ბადრი პატარკაშვილისგან, იგი გოგა ხაინდრავასთან ერთად წუხელ დაბრუნდა თბილისში. ჩვენ რეკლამის შემდეგ ეთერში ვართ. ოპოზიციას ამ საპრეზიდენტო არჩევნებში კონკრეტულად ვსაუბრობთ ბადრი პატარკაშვილზე. ერთი კითხვა მინდა დავუსვა გიორგი ჟვანიას. თქვენ ამბობთ, რომ მე ვეთანხმებიო ბადრი პატარკაშვილის მის განცხადებებში. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. რატომ დაუპირისპირდა ზურაბ ჟვანია იმ გუნდს, რომელიც ზურაბ ჟვანიას ძმამ აპატიეთ იმ გუნდს, რომლის წარმომადგენელიც იყო გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი. თუ შეგიძლიათ მისცათ, აი დღეს, როდესაც თქვენ ვიხართ ამ ადამიანების პირისპირ, დღეს, როდესაც თქვენ გიწევთ მათი ოპონირება და როდესაც ამბობთ, რომ თქვენ ეთანხმებით იგივე ვთქვათ პატარკაშვილის ძალიან მწვავე განცხადებებს, რა სიტყვით? რატომ? იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე გადაუხვია იმ კურსს, რომელსაც ატარებდა ზურაბ ჟვანია. ეს იყო თავისუფალი, ლიბერალური ეკონომიკა უნდა ყოფილიყო, თავისუფალი ეკონომიკა, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელიც ეცდებოდა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრირებას. დეკლარაციას კი ახდენს დაუშვათ დღევანდელი ხელისუფლება, რომ მათ ძალიან უნდათ ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირზე მაინც აღარ აქტიურობენ, მაგრამ იგივე ნატომ განაცხადა. ამას წინათ სეფერის განცხადება მოისმინეთ, რომ ეს გზა, რომელსაც ადგას ხელისუფლება, არ არის მაინც მისაღები ნატოს ქვეყნებისთვის და ნატოშიც ევროპისთვის. მომავალი არჩევნები დიდი გამოცდა არის ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს მიხეილ სააკაშვილს და მე მინდა იგივე ვკითხვა დაუსვა ბატონ პეტრეს და ბატონ გივის, რა შანსებს ხედავენ ისინი ბადრი პატარკაშვილის ბრძოლაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? შანსები მიხეილ სააკაშვილის ამ არჩევნებში? მიხეილ სააკაშვილისა მე მგონია, რომ რეალურ არჩევნებში არის ძალიან დაბალი. ამას მოწმობს თუნდაც მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგები. დარბაზ ხოლსიჩუმეს თუ შეიძლება, დიახ? მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, სადაც ბოლო გამოკითხვებზე, რომელსაც მე საერთოდ ეჭვის თვალით ვუყურებ, ისეთ გამოკითხვებს, სადაც შეიძლება 20 და 30% და 40% იყოს განსხვავება ერთ გამოკითხვასა და მეორე გამოკითხვაში. მათი გამოკითხვით 33% თუ რაღაცა ქონდა მიხეილ სააკაშვილს. 33%-ით გამარჯვება ძალიან რთული იქნება. კარგი. მიშა, თუ შეიძლება დარბაზი მოამზადე, რატო იცინით? რაზე გეცილებათ? იქნებ მითხრათ. სასაცილო მე მგონი არაფერი არ არის, ჩვენ აქ საუბრობთ საპრეზიდენტო კანდიდატთა შანსებზე. გიწვენ ძანე თუ შეიძლება. პირველ რიგში საზოგადოებას ბოდიში და მოუხადო ბოლო 36 წელიწადი ცხოვრობდი მოსკოვში. ერთი წელი რაც თბილისში ჩამოვედი. შეიძლება ჩემი ქართული მადამაით გამართული არ იყოს. ამ 36 წლიდან 2,000 წელზე მეტი ვიმუშავებ მოსკოვის პოლიციაში. და რამოდენიმე ჯერ კონდა შემთხვევა, რომ ბადრი პატარკაშვილთან და მისთან მასტის ხალხთან მქონდა ურთიერთობა. მე მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა, რომ
ამ კაცს არ აქვს უფლება მორალი წაუკითხოს ქართველ ხალხს და აი ეს ახალგაზრდები მეწოდება ძამ. კარგით, რატომ გეცოთ ახალგაზრდებს მიაწოდეს შეიძლება? კარგით. მეორე ის მე ვიდა კიდევ ერთი რა გითხრათ იცი? აი ჩემ გვერდიზე ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი. ჩამოვედით მოსკოვ რუსეთიდან, ავიღეთ საქართველოს მოქალაქობა გვაქვს და მიიღებთ აუცილებლად მონაწილეობა საარჩევნებში. ჩვენ ჩამოვედით 6 კაცი. აი ხალხს მინდა მოვახსენო, ვინც იძახის რომ საქართველოსთან ხალხი იქეთ გადის. მე ვლაპარაკობ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. თქვენი ხალხი აქეთ მოდის. ქართველმა საქართველოს უნდა ისწავლოს. ამაში მათ ვარ დარწმუნებული. და თუ შეიძლება ერთი შეკითხვა. აი ერთი წელიწადი რაც მე ახავარ არა საქართველოში ბატონმა ჯოჯბამ თვალწები მესამე პარტია გამოიცვალა. რატომ ხდება რა? აი რა პრინციპებით მე დარბაზთან დავსავ შემდეგ შეკითხვა გისმენთ ძანეთ და აქეთ ფანზე იმ მარტივი მიზეზის გამო აქ ჩემი მეგობრებიც ყოფილი ასე ვთქვათ თანაგუნდელები არიან პიროვნულად მათთან მართლაც არაფერი არ მაქვს სადაო შეიძლება ითქვას იმ ნაწილში რაღაც ადამიანური ურთიერთობა ქვია მაგრამ სწორედ იმიტომაც დამოვიცვალე ეს პოზიცია და ასე იცვლება კიდევაც პოზიცია იმიტომ არავინ არავის მონა არ უნდა იყოს შეიძლება კონდეს პრინციპები ადამიანს მიდგომა უნდა კონდეს და ამ პრინციპებს როცა ღალატობს ის ვისთანაც ხარ უნდა განუდგე ჩვენ ვიბრძვით ერთი რამისთვის რასაც ახლა ბატონი გივი და ბატონი პეტრი ამბობდნენ თითქოს ესე საქართველოში არ ცხოვრობენ და არა მარტო საქართველოში არ ცხოვრობენ არ კითხულობენ საერთოდ არ Human Rights Watch რომელიც გამოქვეყნდა და იყო რომ არ კითხულობენ ალბათ იმ საერთაშორისო შეფასებებს რომელიც არიზიდან ჩამოვიდნენ და ნახეს ალბათ რა შეფასებები ქონდა საქართველოს Human Rights Watch არიზიდან და ლონდონიდან იქ ჩამოვიდა მე წავიდა ლონდონში იქიდან ველაპარაკება აღარ ჩამოვიდა მე ჩამოვედი პარამეს გეუბნებით ჩამოვედი პარამეს რაც მოხდა ამ ქვეყანაში ყველაფერში მონაწილეობდა და ჩემი კიდე ის მოსკოვში იყო ახლა ლონდონიდან მელაპარაკება და მე ჩამოვედი პარიზიდან შანსო ესეა რომ პარიზიდან ჩამოვიდეს როგორ ჩანდა როგორი შეფასებები აქვს როგორი შეფასებები აქვს Human Rights Watch რა ხდება საქართველოში იგივე სქეფერი ახსენეს თქვენ დაასამარეთ და ძალიან დიდი ხნით გადაწიეს ეს არის თქვენი ოცნება არაფერი რეალობაში არჩევნის სულებში არ იყო თქვენი ძელობა იყო რომ ჩვენ დავხიოთ უკან ამ გზას მაგრამ ვერ დავხიოთ ვერა შეფასებები ნახეთ პასუხისმგებლობა ფაქტებს ნახოთ მაგრამ თქვენ დაასამარეთო ყველაფერი ბატონო პეტრე უპასუხეთ და აქეთ ფანზე მინდა შემდეგ დარბაზს გადავცეთ მიკროფონი გისმენთ დასამარებას რაც შეეხება სწორედ პრეზიდენტობის მაძიებელი არკადი პატარკაჩიშვილია ის ადამიანი რომელსაც უნდა შექმნას თურქმენეთის ტიპის ეკონომიკა დიდი პატივისცემის მიუხედავად თურქმენეთში ფაქტიურად არ არსებობს ეკონომიკა და სწორედ ამას ვპირდება არკადი პატარკაჩიშვილი რომ ესეთი ტიპის ქვეყანა უნდა რატომ მიდი ვპირდება რომ ძალიან უბრალოდ მოსახლე მილიარდ მოსახლეობას ერთი წამი ყველას ჩვენ გვაქვს ისევე როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას ანალიზის უნარი ეს არ არის ერთი სიტყვა ერთი წინადადება გითხრან მიიღებ და იმის იქით ვერაფერს ვეღარ გაანალიზებ ვეღარ გადახარშავ ეს ადამიანი გვეუბნება მე ჩავიბარებ მთელ ყურძნის მოსავალს მე ჩავიბარებ მანდანის და რას უზავს მე თუ საწარმოები არ აშენდა თუ ინვესტიციები არ შემოვიდა რას უზავს ამ ყველაფერს გადაყრის ალაზანში თუ დაყრის უნდა გაგაკეთებინათ ბატონო პეტრე თქვენ შეგეძლოთ დაყრის ერთი წამით რა ნომაწყოთინებ თხოვეთ მე უკვე არა ამ წუთში ქუჩაში დაყრა განზრახული აქვს თუ დინარეში გადაყრა თუ რა უნდა გააკეთოს ჩვენ საუბრობთ საქმეზე ჩვენ საუბრობთ საქართველოს მომავალზე ჩვენ საუბრობთ სოფლად სამუშაო ადგილების შექმნაზე, ინვესტიციების შემოქმედაზე. ჩვენ მომავალში ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმიტომ რომ წინა 4 წლის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი, რასაც დაპირდა ქართულ საზოგადოებას, ყველაფერი ასრულდა და ასრულდა ორჯერ და სამჯერ მეტ ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ეს არ არის ახლა განხილვის თემა და ამას ნამდვილად არავის არ უამაძრებს, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ამოცანა, იმიტომ რომ ჩვენ გივართ ჩვენი საქართველოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების. კი ბატონო, ძალიან ერთი წამი არ დამისრულებია რა შუაში არის ახლა შეკითხვები რა. ჩვენ ვპირდებით რომ სოფლად მოსახლეობას გაუმჯობესდება როგორც
ინფრასტრუქტურა, ასევე კეთილმოწყობილი იქნება სოფლები, ისევე როგორც მაგალითად ბადრი პატარკაშვილი პირდებოდა ყვარელს რო გახდიდა ლას-ვეგას და ეს ყვარელებს ძალიან კარგად ახსოვთ, მაგრამ თითითი არ დაუდია. ჩვენ თქვით და რამოდენიმე თვეში სიგნალი როგორ ქალაქად გადაიქცა, ესეც ნახეთ. აიღეთ ნებისმიერ დიდი ქალაქი საქართველოში, თბილისი, ბათუმი და ასე შემდეგ. თელავი შენდება. ყველა ქალაქში მოძრაობა არის, ყველგან ინვესტიციები შედის, ყველგან თვითონ სახელმწიფო აბადებს თავს. ეს მომავალში მოხდება უკვე სოფლებში. განვითარდება ინფრასტრუქტურა, გზები, წყლით მომარაგება, ირიგაცია, შეიქმნება სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ საქართველოში უკვე შექმნილია ის პირობები, როდესაც შესაძლებელია როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოების შექმნა. აი ამ საწარმოები იქნებიან, რომლებიც გადაამუშავებენ იმ პროდუქციას, რომელსაც აწარმოებენ ფერმერები და ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ საწარმოების შექმნის მხარდაჭერასთან ერთად მოუპოვოთ ჩვენ ფერმერებს და იგივე ამ საწარმოებს საექსპორტო ბაზრები და ჩვენ ამას გავაკეთებთ. არკადი პატარკაშვილი პირდება, რომ თავის ჯიბიდან ამოიღებს და ასე ვთქვათ, არაფერი ამის შემდეგ და ეგდება მთელი ასე ვთქვათ, ქვეყანა ეყოლება ერთგვარი რაღაც პრივატიზების ქვეშ. კარგი, ბატონო გიორგი. ბატონმა პეტრემ ძალიან ბევრი ისაუბრა, რა წარმატებები გვაქვს სოფლად. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ვარ დაკავებული სოფლის მეურნეობით. მენახები მაქვს სიღნაღის რაიონში, სოფრო ტიბანში. და უნდა გითხრათ, თუ ესეთი მძიმე მდგომარეობა კახეთში, სოფლად დიდი ხანი არ ვუყურებთ. შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა ასეთი მძიმე მდგომარეობა. რა გულისხმობთ მძიმე მდგომარეობას? მაშინ კონკრეტულად ვისაუბროთ. არა, კონკრეტულად თქვენ თუ ვერ დააბინავეთ ხურძენი, ეს სხვა საკითხია გქონდათ შესაძლებლობა დავაბინავე ხურძენი და მე ძალიან კარგი გილოცავთ. ისე ასევე დააბინავა უმრავლესობა. შეიძლება მოусმინოთ ბატონო, ძალიან გქონდათ. თუ შეიძლება მოусმინოთ, გისმენთ ბატონო. 45 თეთრი ღირდა საფერავი. 25 თეთრი ღირდა კაციტელი. ეს თვითღირებულებას ვერ იღებს ამ ჯიშებში. ის ინფორმაციისთვის. გლეხობა არის გაუსაძლის პირობებში დღესდღეობით. და ეს პრობლემა შეიქმნა გასაგებია, რომ რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა ორი წელი გავიდა მას შემდეგ. ხელისუფლებას თითითიძე არ დაუყარებია, რომ ალტერნატიული ბაზარები ეპოვა ქართული მეღვინეობას. ბოდიში მაგაში ვერ დაგეთანხმებით და უბრალოდ ამაზე ვერ გავუშვამდები, როდესაც ჩვენ დღე-დაღალ მუშაობთ და ვათენებთ დეკლარაციების დონეზე და რეალურად ხურძნის ფასი ჩამოვიდა 45 თეთრზე. უკრაინაში გასტამაგებულია ჩვენი გაყიდვები ღვინის. რეალობა გეუბნებით და თქვენ გავესაუბროთ. თემა ძალიან რომ არ აქვს, თუ შეიძლება. შეურაცხყოფა არის იმ ადამიანების, რომლებიც მართლა დღე-დაღამე ჩემს სამინისტროში, სხვა უწყებებში, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენ მევენახეებს დაუდგეთ მეურნეობები. სხვათა შორის რევოლუციის მერე მოხდა, ვარდების რევოლუციის მერე კახეთში გაჩანაგდა სარწყავი სისტემები. სარწყავ სისტემებზე ბატონო თქვენ შეიძლება არ გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ ბატონის ზურაბის ინიციატივით, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, დაიწყო ეს პროგრამა და დღემდე გაჩანაგებას ინვესტიციებზე ირიგაციის განვითარებაზე მაქვს საუბარი. არაფერს დავსწრებით, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ, ეკონომიკაზე. 50 მილიონი ლარი უკვე არის დაბანდებული და კიდევ რამოდენიმე 10 მილიონი ლარი იქნება ჩადებული ჩვენი ირიგაციის გაფართოებაში. ამას ჩვენ თუ ეძახით გაჩანაგებას, დაიწყო ჟვანიას დროს და გრძელდება ახლა წარმატებულად და კიდევ რამოდენიმე წელი გაგრძელდება. დიდი მადლობა, გისმენთ. გამარჯობა, სოტნალომიძე სტუდენტი. ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ბატონს, რომ ვეცოდებით, ახლა ვეცოდებით, ესე იგი ჩვენი ბედი არ დარდეს და ეცოდებით იმიტომ, რომ ხარს უჭერთ ბადრი პატარკაშვილი. ხო, მაინც ვეცოდებით, იგი უყვარს. ბატონო? დიდი მადლობა. კარგი, გისმენთ. უკაცრავ. კარგი, მოусმინოთ. დიდი მადლობა შეცდომისთვის. ეხლა ბატონ გივით არ გამაძეს თან, მაქვს თუ შეიძლება, მოგცემთ სიტყვას, თუმაც გისმენთ. ბატონ გივით არ გამაძესთან მაქვს კითხვა. ბატონო გივი, როგორც ხელისუფლებამ განაცხადა 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქცია, დაირბია იმ მიზეზით, რომ გზის პიკეტირება მოხდა. ამაში მoni დავეთანხმებით. განდებით. ბატონო? არასწორი
ეს არის პოზიცია, არ ვიცი, საიდან მოიწყო. მაშინ რატომ დაიბა ეს მიტინგი? მოუყვე ხა თავიდან კი ბატონო ორი სიტყვით გეტყვით, იმიტომ რომ როდესაც გაიხსნა გზა რუსთავას შვიდობიანად და როდესაც არ მიეცათ საშუალება იქ დადგმის კაროების და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანას ძალიან ცუდად აღსურდა, ეს რამ აღარ მოხდება ჩვენ ქვეყანაში. ამის მერე ოპოზიცია წავიდა და ამის ძალიან ბევრი კადრები არის პირდაპირ გამწყობაზე, ანუ იმ მცირე ნაწილს პოლიციელების, რომლებიც ამ დროს იყვნენ რუსთაველის გამზირზე, ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ. ამის შემდეგ მოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. ამის შემდეგ ამ რაზმებმა გააფრთხილეს რამდენჯერმე მომიტინგეები, რომ ისინი ან დაშლილიყვნენ, ან მათ წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული სპეციალური საშუალებები. ეს არის ხელისუფლების პარტია. ამის შემდეგ უკაცრავად და მაშინ ახან ესე არის კითხვა და ესე ზერელეთ უყურებენ, ესე არ არის ინდოეთის სიტუაცია. და როდესაც ამბობენ, რომ მოხუცები იყვნენ, ქალები და ბავშვები იყვნენ, 3-15 წუთის მანძილზე ბევრჯერ იქნა გაფრთხილება მიცემული, რომ გაიყვანეთ ტერიტორიიდან მოხუცები, ქალები და ბავშვები. სამწუხაროდ აი ოპოზიციამ განსხვავებით, ძალიან დიდი განსხვავებით სწორედ ვარდების რევოლუციის პერიოდიდან პატარა ბავშვები დაიყენა წინ და ქალები და ქვების წვიმა მიმართა როდიონოვის 15-16 წლის ბავშვები ბატონო ესე ზუსტად გამახსენდა და 9 აპრილი მე არ ვადარებ ნამდვილად. თქვენი განცხადება ზუსტად როდიონოვია ცხადებდა რომ ხათრელებმა ქალები და ბავშვები ხათრელებმა არ გამიკეთებია ხო ბატონო მომიტინგეებს ძალიან უხერხულია ნამდვილად ბავშვები და ქალები არავის არ ბატონო თქვენ უნდა გახსოვდეთ თავიდან ბოლომდე ვარდების რევოლუციის დროს როცა სკოლიდან მოვიდნენ ბავშვები ჩვენ ყველამ თქვენმაც მათ შორის ხელი მოუკიდეთ სათითაოდ დავაბრუნეთ სახლებში სკოლებში და თხოვებს შობლებს და მასწავლებლებს ეს ხალხი არ გამოუშვათ იმიტომ რომ მაინც საფრთხეა მაინც აღსაშერება და ამ ოპოზიციამ სწორედ 15-16 წლის ბავშვები მასიურად ჩართო და ის რიხეზე რაც ხდებოდა ზუსტად ამის ბრალი იყო რომ ეს ბავშვები აბსოლუტურად გამოუცდელები პირდაპირ მიატოვეს იქ თვითონ გაიქცენ და შეატოვეს ეს სიტუაცია ხელში ძალიან ბატონო გიორგი და შემდეგ კვალ გადაგწყვეტ კიდევ გავიმეორებ ძალიან მომაგონა ეს ბატონო დოდიონოვის განცხადება რომელიც ლაპარაკობდა რომ ბავშვებს და ქალებს იყენებენ მსგავსი არაფერი არ ყოფილა ბუნებრივია ბევრი ვიდეო კადრებია მოვლენების და რა ვიცი სადიკო. იქნებიან 15 წლის ბავშვები იქნებიან. ხო ამაზეა ლაპარაკი აბა ბატონო როდიონოვი რა შეეჩერა არაუფარები ეს ბავშვები მოდიოდნენ. როდესაც ისინი არ გაიყვანეს მიტინგიდან როცა ხედავდნენ რაც ხდებოდა ეს არის წინაპარება მე ბუკვალურად არ ვამბობ რომ ვიღაც ესე ეკირა. როდესაც დაგვიდნენ ხელკეთებით და სანამ დაძლებდნენ ბატონო გოგო მე ამაზე ვლაპარაკობ სანამ დაძლებდნენ და სანამ ვიყო გაფრთხილება მაშინ მიკროფონი თუ შეიძლება დაასრულეთ თქვენ რაღაცის გასურდა ძალიან მიეცით მიკროფონი გისმენთ ყოველგვარი შეკითხვების გარეშე უბრალოდ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს არის მაშინ ჩემ მოსაზრებას გამოვხატავ რომ ეს ხელისუფლება სისხლიანი ხელისუფლებას უწოდებ მე პირადად ეს ჩემი მოსაზრება და მგონი ამის გამო არ დამაკავებენ არის შევარდნაძის ხელისუფლებაზე უღირსი ხელისუფლება იმიტომ რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ არ იკადრა და 2003 წელს არაწია ხელი მშვიდობიან მოსახლეობაზე რომლებიც ქუჩაში იყო გამოსული და მათ იკადრეს და ხელკეტები, რეზინის ტყუები და ყველამ ვიცით რა სიტუაცია იყო და არის მოხუცის დანდობა იყო, არის ბავშვის დანდობა იყო და არის ქალის დანდობა იყო. გადაუარეს ამ ხალხს პირდაპირ გაგებით, გადაუარეს და გადათელეს. კარგი. მგონი ყველა კარგად დავინახეთ. დიდი მადლობა, გისმენთ. ხედავდი მე თვითონ პირადად და არ გაგივა ჩვენთან ტყუილები. კარგი, გისმენთ. სულ და დავაფიქსირებ უბრალოდ გულემწყებად რომ თქვენ დღეს თქვენ და სამწუხაროდ არც 2 ნოემბრისაც 7 ნოემბრის შესახებ არ ახართ თქვენ უბრალოდ მინდა ერთ რაღაცა შეგახსენოთ რომ ყველაფერი ფულით არ იყიდება და ძალიან მინდა გთხოვოთ რომ თქვენს მომავალს ნუ დაიღუპოთ ამის პასუხი რა გულისხმობთ უკაცრავად არა არა თუ შეიძლება ეს კითხვა რა გულისხმობთ აბაზე მინდა პასუხი გაგცეთ რა მე მგონი ყველამ ვიცით ამ ხელისუფლების ზეწოლის გამო რომ ბადრი პატარკაციშვილის ანგარიშები გაიყინა და მე ხო საკუთარი ჯიბიდან ფულს მე მგონი ვერავინ გადამიხდის ხო ანუ მე ფულის გამო არა ვარ გვაქვს გადააწოდეთ დევი თუ შეიძლება და მე ბოლოს კითხვა დავუსვა უკვე ჩვენ სტუდენტს მაგიდასთან გისმენთ მოგესალმებით ვესო შენგელია არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების ცენტრი
უბრალოდ ძალიან გული დამწყდა მე მაინც ისევ ნოემბრის თამაში შევახები ძალიან გული მწყდება რომ როცა ამ თემებზე საუბრობენ და არავის არ ახსენდება ის რომ ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ 9 აპრილის მემორიალი ფეხით გადათელა იქ რომ თავისი ახალგაზრდულების ბავშვები აუშვა და დროშებს აფრიალებდნენ 9 აპრილის მემორიალს ეს ერთი შემდეგ მეორე უკაცრავად შემდეგ მეორე არკადი პატარკაციშვილი ფულს არ ჩადეს ნამდვილად ისეთ საქმეში რომ ორმაგად არ ამოიყოს მას სურს რომ საქართველოს დააჯდეს თავზე და ეს ნამდვილად არ გამოუვა და მე მის ინტერესს თქვენ თვითონ ვფიქრობთ თუ ვინმე დაგარიგათ ვფიქრობ ასე და ჩემი სუბიექტური აზრია ქალბატონენგა და რაც თავარია მე უსმენდი მის განცხადებას და საქართველოს ნამდვილად გავრცხენდება საქართველოს ნამდვილად იქნება ერთიანი მაგრამ არა პატარკაციშვილი დიდი მადლობა გიხსენ თუ შეიძლება ძალიან ბატონო პეტრე გადახსენა რომ პატარკაციშვილი რომ მოუწოდებდა ხალხს იქცეოდა უნამუსოთო დიდი ბოლოს ბატონო პეტრე მაგრამ თქვენ ხელისუფლებაში ვისხართ დღეს და ჩვენც საქართველოს მოსახლეობა უნამუსოები ვართ 23 ნოემბერს ყველა იქ ვიყავით თქვენ მოგვიწოდებდით ჩვენ ხალხს მოუწოდებდით გაერთიანებისკენ ყველა უნამუსოები ვართ დიდი მადლობა საქართველოს ინტერესებიდან ამოდის პატარკაციშვილი ამოდის საკუთარი გარეშე მე მინდა ბოლო ორი რეპლიკა მოვიწვინოთ გისმენთ თქვენ და შემდეგ თქვენ და ბოლო კითხვა სტუმრებთან მე მოვისმინე ბადრი პატარკაციშვილის განცხადებაში ესეთი ფრაზა მე ყველაფერი რაც გამაჩნია მოვიპოვე ჩემი ანუ ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე ანუ ეს ფულიც მე მოვიპოვე ჩემი მაგრამ საინტერესოა ქართულ ხალხს რომელსაც უნდა რომ ჩვენ ის ავირჩიოთ გითხრათ საიდან ძალიან გვაინტერესებს მეც პირადად და იმ ქართულ ამომრჩეველსაც კარგი დიდი მადლობა გისმენთ დაასრულეთ გისმენთ ანჩაშვილი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი წეგან ბატონმა გივი ბრძანა რომ გივი ბატონი ბადრი პატარკაციშვილი არის ურთიერთკავშირში ასლანა ბაშიძესთან გისმენთ არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე. მაშინ ერთ-ერთი არ მეთქვა ზუსტად არ ვფლობ ამ ინფორმაციას. უბრალოდ ტიპაჟია ეგეთი მეთქვა. ტიპაჟი ეჭვმა აქვს. ამ შემთხვევაში მე დამებადა ერთი აზრი. ამ შემთხვევაში მე დამებადა ერთი აზრი. კი, მაგრამ რას წარმოადგენს სააკაშვილი? პრეზიდენტს ეპატიება თუ მას შესკივა ქართულ ხალხზე გული თუ ის ქართულ ხალხის გასაჭირს იზიარებს და გვერდში უდგა, კი მაგრამ ქართულ ხალხზე როგორ აწია ხელი? დიდი მადლობა. მე მინდა დავსვა ბოლო შეკითხვა ამ სტუდიაში. ჩვენ როგორც არ უნდა ვისაუბროთ ამ მოახლოებული არჩევნების წინ ყველა შემთხვევაში, მაინც მიდის ხოლმე დებატები 7 ნოემბრამდე. ანუ ეს არის თემა, რომელსაც ვერ ხდება, თქვათ ეს ჩვენი დებატები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოყვა სწორედ არჩევნების დანიშნა აი ამ დღეს 7 ნოემბერს. მე მინდა ბოლო შეკითხვა დაგისვათ თქვენ ყველა სტუდიაში ბატონო გოჩა სულ არის საუბარი იმაზე რომ ოპოზიციამ თუ კი გამარჯვება დარჩება მიხეილ სააკაშვილის შესაძლოა არ აღიაროს ეს გამარჯვება როგორია ამ შემთხვევაში იგივე ბადრი პატარკაციშვილის პოზიცია თუ კი გაცხადდება რომ არჩევნებში გამარჯვება დარჩა სააკაშვილის რა იქნება მე ვიწყებ მარტივად ხელისუფლება ამას რატომ მას კულტივაციას რატომ უკეთებს ამას იმიტომ რომ მარტივია ის 5 იანვრისთვის ემზადება და აქედან გამომდინარე ის ფლობს ინფორმაციას რომ ასეთი 5 იანვარი როგორცაც ისინი გეგმავენ და გეგმავენ გაყალბებას იმიტომ რომ გაწყებული საარჩევნო სიებიდან დაწყებული ყველა იმ მოქმედებებიდან რომელსაც ისინი აკეთებენ მივიყვანს აქამდე ანუ რა გრჩება ჩვენ ანუ რა გრჩება ხალხს ის ხალხი რომელიც მოთხოვებული იქნება არაფერი ქუჩაში გამოსვლა და მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების საკუთარ შედეგების ცნობისა ეს არის მარტივია ადასტურებთ რომ ამ შემთხვევაში თუ კი სააკაშვილი გაიმარჯვებს თქვენ ფიქრობთ რომ მოგიწევთ ქუჩაში გამოსვლა რასაც მე ვხედავ ვირტუალურ სამყაროში მაცხოვრებელი ადამიანების ხედვაა იმიტომ რომ ისინი რეალობასთან ახლოს არ არიან მეორე მხარესგან დამწუხრებული ადამიანები რომლებიც ამ ვირტუალისტებს რატომღაც ხარს უჭერენ და ფიქრობენ რომ ეს არის რეალობა მათთვის და აქედან გამომდინარე ასაკურველია ჩვენ მივალთ იქამდე რომ ჩვენ ვიდგებით იქ სადაც ხალხი დგას დიდი მადლობა ბატონო გისმენთ გივი კარგამაძეს ვაძლევ ბოლოს კითხვას ამ გადაცემაში გისმენთ არა თქვენ შექმნება საშუალება უბრალოდ ბატონი გივისთვის ბოლო რეპლიკა ლონდონში იდგებით დიდი ხანი როგორც ჩანს მე მინდა ვთქვა რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქართული ხალხის მიერ და რაც არ უნდა გეგმოს ოპოზიციამ ან არ გეგმოს ხალხის გარეშე ეს ოპოზიცია მას თქვა ვერაფერს ვერ გააზიანებს ამ ქვეყანას და ხალხი მე დარწმუნებული ვარ მიიღებს ნუ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია მე დღეს მინდა ვისარგებლო ამბიციით და მინდა მიმართო თითოეულ ადამიანს და მინდა ვთხოვო მათ რომ არჩევანი 5 იანვარს უნდა გავაკეთოთ
იმაზე ფიქრით, რომ კახეთში გლეხები ებრძვიან ემბარგოს. იმაზე ფიქრით, რომ სამეგრელოში ადამიანები, რომლებიც ფეხქვეშ გაცილილი იყო, მათი ღირსება წლების მანძილზე დღეს ძლივს წელში გაიმართენ. რომ აჭარის აღშენებლობის რიტმი სოფლიოში ძალიან ბევრს აოცებს, რომ ფოთის მოსახლეობა გაფაციცებით ელოდება თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, რომ სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა ელოდება იმ რკინიგზას და იმ გზას, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, რომ შიდა ქართლში და აფხაზეთში გალში ხალხი იმედიანად არის ბოლო წლების მანძილზე პირველად განწყობილი, რომ ყიბული აღდგა ყდრეთით, რომ აღორძინდა და ამუშავდა ქარხანა ჭიათურაში და ზესტაფონში და როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ეს ჩარხი უკან არ დატრიალდეს უკუღმა არ დატრიალდეს და ის გლეხი კახეთში არ დარჩეს ერთ-ერთზე ამ ემბარგოსთან ის ფოთში მომლოდინი ადამიანი არ დარჩეს იმედის გარეშე აფხაზეთის და შიდა ქართლის მოსახლეობა არ დარჩეს იმედის გარეშე რომ ისევ არ მოკვდეს ყიბული ისევ არ გაჩერდეს ჭიათურა და ზესტაფონი რომ და რაც თავარია თბილისი რომელიც დღეს არის დარწმუნება ეს ბევრმა აღნიშნა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დედაქალაქი ისევ არ ჩაბნელდეს და მის ქუჩებში ისევ არ დაისადგუროს ურთიერთმოძულოება ეს ჩვენ გავლილი გვაქვს და ჩვენ ყველა ვართ მოწოდებული იმისთვის რომ ეს უკან არ დაბრუნდეს ამიტომ მე ვფიქრობ ერთი წუთი ზუსტად მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა განთავისუფლდეს ერთი დღით მაინც ამ ემოციებისგან სიზღით და სიძულვილით მიღებული გადაწყვეტილება უფლისა არ არის და ამას მე მგონი ყველა დაადასტურებს ნებისმიერი მოძღვარი ამიტომ ერთხელ დავწყნარდეთ დავმშვიდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება ესე და მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება ნომერი 5 და მიხეილ სააკაშვილი იმიტომ ეს არის პატრიოტული გადაწყვეტილება რომელიც მოუტანს სიკეთეს ჩვენს სამომავლოდ კარგი დიდი მადლობა ბატონო ეს არის პატრიოტული გადაწყვეტილება რომელიც მოუტანს სიკეთეს ჩვენს ქვეყანას ეს კი არის თქოთ ამ შემთხვევაში თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დებატი სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვა თქვენი ბოლო სიტყვა ну რაც შეეხება ამ არჩევნებს და ის შემზადება ხელისუფლება ну მიუხედავად ძალიან ოპტიმისტური განცხადებებისა ჩვენი ოპონენტების მხრიდან ყველაფერი ძალიან კარგად არის მე მგონი მაინც საზოგადოება ამას სხვანაირად აღიქვამს რეალურად აღიქვამს არ არის ესეთი ნათელფერებში ყველაფერი და ამის დასტურია ეს 10,000 ადამიანი რომელიც გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად ჩვენ სწორედ მათგან მივიღეთ ყველა მათი წუხილი და ჩვენი პროგრამა არის ამ წუხილების მიღების ასახვა და ჩვენ ზუსტად ამას ვამბობთ რომ ყველა მათი გასაჭირი იქნება ჩვენ მიერ დაძლეული ამას შესახებ. აი ახლა მინდა მოგმართოთ კიდევ გვაქვს წუხილები ამასთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამოწმებთ უბრალოდ გავამოწმებთ საარჩევნო სიები, რომელიც მოგვაწოდა CESCO. უნდა გითხრათ რომ ამ სიებში 52,000 ადამიანი არის გაორებული. ანუ ერთი და იგივე ადამიანი ორბანზე არის, სულ ცოტა ორბანზე აძლევს. ანუ ხელისუფლება იმზადება არჩევნების გასაყრდნად. ინტერაქტიული შედეგები როგორია? უმეტესობა ამ ადამიანების, ანუ მათ გრაფაში, სადაც პირადობის მათი რეგისტრაცია უნდა იყოს მისამართი მითითებული, უმეტესობას უწევია უმისამართ. ну ძალიან დიდ ეფექტს აღწევს როდესაც წინადადება არა კომენტარი არ წინადადება რომელიც შეიძლება მეორე მხარე მიიღოს ან არ მიიღოს რა ჩვენ თვითონ შემოგთავაზებთ ყველა მექანიზმს საიმისოს რომ ერთობლივად გნებავთ თქვენ ცალკე განახორციელოთ სრული კონტროლი იმისათვის რომ აი ამ გვარების წინ ხელმოწერა არ აღმოჩნდეს და ბიულეტენი არ იქნეს ჩაგდებული ანუ თავისთავად გვარის იყოფნა ტრაგედია არ არის ხო და მეტახოვით თავარია რომ ეს არ იყოს გამოყენებული ჩვენ მოგაწყვეტ ყველა მექანიზმს მონაცემები CESCO-ს მივაწოდეთ იქ ძალიან მარტივია ეს ხალხი უნდა იყოს ამოღებული და პროკურატურა ალბათ უნდა დაინტერესდეს რატო ხდება ეგეთი რაღაც. და ვიდრე პროკურატურა დაინტერესდება მე მაინც ამით გარდა ვსწავლობთ საკითხებს უკვე არის 1000-ობით და სურათიდან იმ რაოდენობიდან რაც შესწავლილი გვაქვს ჩვენ სიის
სურათი ისეთი ხატება, რომ 10,000 იქნება, ეგეთი ეს არის მკვდარი სულები. ეს არის ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილები არიან და არიან სიებში, ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან სიებში და ავდივარ ძალიან დიდ რაოდენობაზე და მე მინდა სულ ბოლოს მიპასუხოთ ბადრი პატარკაციშვილი არის თუ არა შანსი რომ მოხსნის საკუთარ კანდიდატურას არჩევნებამდე იყო ასეთი მithმა მოთქმა არის თუ არა არა გამორიცხულია ბადრი პატარკაშვილი მიიღო საარჩევნებში მონაწილეობას და გაიმარჯვა კარგი დიდი მადლობა და ბოლოს ბატონო ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხოთ ესენი ბადრი პატარკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ თავისი ემოციები ბოლოს უნდა მიპასუხოთ როგორ აპირებს ხელისუფლება დაუსაბუთოს ოპოზიციას თუ კი თქვათ გამარჯვება დარჩება თქვენს კანდიდატს და არა ოპოზიციის ძალიან მარტივია ვარდების რევოლუციის შემდეგ 3 არჩევნები ჩატარდა არც ერთი არჩევნები არ გაყალბებულა და ჩემმა ოპონენტებმა ისევე როგორც ფართო საზოგადოებამ ეს გადასარევად ვიცით ყველამ შესაბამისად არ გაყალბდება არანაირად 5 იანვრის არჩევნებიც უფრო მეტიც საუბნო კომისიებში ისევე როგორც CSKO-ში ოპოზიციას ყავს თავიანთი წარმომადგენლები ისინი დარწმუნებული არიან რომ შეძლებენ ამის გაკონტროლებას და წამოსვლათ კიდევაც რამოდენიმეჯერ გამოსვლებში მაგრამ მითითება აქვს სხვა თავიანთი ლიდერების ვინ არის ის ლიდერი ვისგანაც მათავთ რაიმე მითითება და ვინ იქნება არკადი პატარკაციშვილი მათი მეკავშირეები და ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა მე ოპოზიციას გულისხმობ მთლიანად მთელი ოპოზიცია ძალიან კარგად ხართ დარწმუნებული რომ არც არავინ არ აპირებს გაყალბებას და არ გაყალბდება ეს არჩევნები უბრალოდ თქვენ იმაში ხართ დარწმუნებული მე მოვიყვანე კონკრეტული მაგალითი შემთხვევაში თქვენ ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი ასე ვთქვათ გადარჩენის შანსი რასაც თქვენი ხედვით ამას თქვენ ასე ვთქვათ ფიქრობთ არის 6 იანვარს ქუჩაში გამოსვლა და ასე ვთქვათ რაღაც თქვენი პოზიციების გამოხატვა. ჩვენ ვართ მოწოდებული ისათვის რომ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და გავაკეთებთ საქმეს საქართველოსთვის, ქალაქებისთვის, სოფლებისთვის. შემოვიყვანთ მექანიზაცია სოფლებში. დავეხმარებით ექსპორტში. დავაფინანსებთ IAF კრედიტებით მცირე ბიზნესს. კარგი, ეს უკვე ფინანსარჩევნო დაპირებებია. დიდი მადლობა. საქართველოს იქნება სიღარიბის გარეშე და მე არ მინდა რომ გულდასხმელი გაგიშვათ მხოლოდ ერთი ფრაზის განე და უნდა დაგეცილოთ. მხოლოდ ერთი ფრაზი. რომ არ მზადდება არანაირი გაყალბება ხელისუფლებას. მე მოვიყვანე კონკრეტული ფაქტები, თქვენ ხართ ხელისუფლება. მოახდინეთ რეაგირება და მოახდინეთ დემონსტრირება იმისა შესაძლოა გადავიდოთ ძალიან მოხარულები ვართ იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა როცა ოპოზიციამ კონკრეტული ფაქტებით მიმართა CSKO-ს სამწუხაროდ მანამდე იყო მხოლოდ ლაპარაკი CSKO-ზე და CSKO-ს სავარაუდო დარღვევებზე ჩვენ აღარ გავაგრძელებთ საუბარს ჩვენ გავიმარჯვებთ ასეთი იყო პეტრე სისკარიშვილის ბოლო რეპლიკა ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველოს გაფრთხილდება ასეთი იყო ბადრი პატარკაშვილის მიმართვა რომელიც ჩვენ ტელეეთერით მოვისმინეთ მე ვემშვიდობები ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა